როცა პოლიციამ იპოლიტე ხვიჩიას საძინებელში შევიდა, საწოლის გვერდით პატარა მაგნიტოფონი იდო ჩართული მდგომარეობით. ლენტი უკვე ამოწურული იყო, მაგრამ ხელით დაწერილი ეტიკეტი კვლავ იკითხებოდა, არავის მოусმინოთ. ამ ჩანაწერს 30 წელი მალავდნენ ახლობლები, რადგან მასზე იპოლიტეს ხმა სულ სხვანაირად ჟღერდა, არა როგორც სცენაზე, არა როგორც ტელევიზორში, არამედ როგორც გატეხილი ადამიანისა, რომელიც ტირის და იმეორებს ერთი და იმავე ადამიანის სახელს. ის სახელი, რომელიც მის ცხოვრებას გაანადგურა. ახლობლები ამბობდნენ, რომ ეს ჩანაწერი უნდა დაეცვათ, რომ ხალხმა არ შეიტყო, რა ტკივილში ცხოვრობდა მათი საყვარელი კომიკოსი. მაგრამ ერთმა ადამიანმა, რომელიც იპოლიტეს ბოლო წლებში ემსახურებოდა, გადაწყვიტა ჭეშმარიტება ამოეღო დაბნელებიდან. სად გაქრა ეს მტკიცებულება? ვინ გადაწყვიტა, რომ საქართველომ არასოდეს უნდა გაიგოს, რა ხდებოდა იპოლიტეს სულში იმ წლებში, როცა მთელი ერიმის ხარჯზე იცინოდა? რატომ უნდა დაეფარა ის ჭეშმარიტება, რომ მას ხარას ნიღაბს უკან ადამიანი იხრჩობოდა? 1985 წელს, როცა იპოლიტე ხვიჩია თბილისის ქუჩებში გადიოდა, ხალხი მას ცნობდა და იწყებდა სიცილს. არა პატივისცემის სიცილს, არამედ იმ სიცილს, რომელიც ადამიანს ნივთად აქცევს. აი, კუკური მოდის. ყვიროდნენ ბავშვები და მის უკან გარბოდნენ. იპოლიტე იძულებული იყო გაეღიმა, ხელი ჩამოეშვა, თითქოს ეს ყველაფერი მას სიამოვნებას აძლევდა. მაგრამ მისი თანამშრომლები იხსენებენ, რომ როცა სახლში ბრუნდებოდა, საათობით იჯდა სარკის წინ და თავის თავს უყურებდა. რას ეძებდა იქ? შესაძლოა იმ ადამიანს, რომელიც ოდესღაც იყო სერიოზულ, ღირსეულ, ნიჭიერ მსახიობს, რომელსაც სურდა დიდ როლებში გამოსვლა, ტრაგედიების თამაში, არა მარტო სიცილის გამოწვევა. მაგრამ სარკეში მხოლოდ დაღლილი, განსაცდელში ჩავარდნილი კაცი იყო, რომელსაც საზოგადოებამ მხოლოდ ერთი როლი მიუჩინა, მასხარა. და ამ როლიდან გამოსვლის უფლება აღარ ჰქონდა. იპოლიტეს ბავშვობა გაიარა ქუთაისში, ოჯახში, სადაც სიღარიბე და სიმკაცრე ერთმანეთს ენაცვლებოდა. მამა მუშა იყო, დედა კი ცდილობდა 4 შვილს ზრდა აღზრდა მიეცა იმ პირობებში, როცა ყოველი ნაჭერი პური ბრძოლით მოიპოვებოდა. იპოლიტე სქელი ბავშვი იყო და ეს მისი პირველი წყევლა გახდა. სკოლაში თანაკლასელები მას დასცინოდნენ, მასწავლებლები კი ხშირად იყენებდნენ მას როგორც მაგალითს, აი ხვიჩია რატომ ვერ ჩაიცვამს ფორმას, ძალიან გასუქდა. ბიჭი სახლში ბრუნდებოდა და ტიროდა, მაგრამ დედას არ ჰქონდა დრო მის ნუგეშინისცემისთვის. გაიზარდები, ყველაფერი გამოსწორდება, ამბობდა ქალი, მაგრამ არაფერი გამოსწორებულა. პირიქით, სიმსუქნე იზრდებოდა და მასთან ერთად იზრდებოდა სხვების დამცინავი მზერები. მაგრამ იპოლიტეს ჰქონდა ერთი ნიჭი, რომელიც მას გადაარჩენდა და ერთდროულად გაანადგურებდა, მას შეეძლო ხალხის გაცინება. როცა მან პირველად სკოლის სანახაობაზე გამოვიდა და დაიწყო კომიკური სცენების თამაში, მთელი დარბაზი იცინოდა. და პირველად ცხოვრებაში იპოლიტე მიგრძნო, რომ მას აღარ დასცინოდნენ, მასთან ერთად იცინოდნენ. ეს განსხვავება მაშინ მნიშვნელოვანი ჩანდა. მაგრამ წლების შემდეგ ის მიხვდებოდა, რომ ეს იყო ილუზია. თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებისას იპოლიტე ხვიჩიამ სცადა სერიოზული მონოლოგის წარმოდგენა, შექსპირის ჰამლეტიდან ცნობილი მონოლოგი იყო თუ არა. კომისიის წევრები ცდილობდნენ სერიოზულობის შენარჩუნებას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ვერ იკავებდა ღიმილს. სქელი მოკლე ოფლიანი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობდა ტრაგიკული გმირის როლის შესრულებას, მათთვის კომიკურად გამოიყურებოდა. ერთ-ერთმა პროფესორმა, ვახტანგ ტაბლიაშვილმა, მაშინ უთხრა, შენ ბიჭო, კომედიისთვის შექმნილი ხარ. ნუ ებრძვი შენს ბუნებას. იპოლიტემ ეს როგორც კომპლიმენტი აღიქვა, მაგრამ წლების შემდეგ ეს სიტყვები მის ყურებში ჟღერდა როგორც განაჩენი. ნუ ებრძვი შენს ბუნებას ეს ნიშნავდა, შენ არასოდეს იქნები სერიოზული მსახიობი, შენ მხოლოდ მასხარა ხარ და მასხარად არჩები. მაგრამ მაშინ ახალგაზრდობაში იპოლიტეს სჯეროდა, რომ თუ ის საკმარისად მოსწრებული იქნებოდა კომედიაში, მერე მას მისცემდნენ შანსს სერიოზულ როლებშიც. ეს იყო მისი უდიდესი შეცდომა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იპოლიტე მიიღეს რუსთაველის თეატრში, მაგრამ არა მთავარ როლებზე. მას აძლევდნენ მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, მსახურებს, მეზობლებს, კომიკურ გმირებს, რომლებიც სცენაზე რამდენიმე წუთით გამოდიოდნენ და ხალხს აცინებდნენ. იპოლიტე ასრულებდა ამ როლებს უბრალოდ, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა. მაგრამ ყოველ ღამე, როცა სპექტაკლი მთავრდებოდა და მთავარი მსახიობები აპლოდისმენტებს იღებდნენ, იპოლიტე გასახდელში იდგა და უყურებდა. მას სურდა იყო იქ სცენის ცენტრში, არა როგორც კომიკური დანამატი, არამედ როგორც ტრაგიკული გმირი. ერთხელ მან რეჟისორს გიორგი თოროძეს სთხოვა მისთვის სერიოზული როლის მიცემა. თოროძემ მას თავაზიანად უპასუხა, იპოლიტე, შენ ძალიან ნიჭიერი ხარ კომედიაში.
რატომ გინდა რაღაცის გაკეთება, რაც შენი ძლიერი მხარე არ არის, ეს იყო კიდევ ერთი უარი გახვეული თავაზიანობის ქაღალდში. და იპოლიტე მიხვდა, მას არასოდეს მისცემდნენ იმ როლებს, რომლებიც მას სურდა. მას მიჩნეულ იქნა მასხარად და ეს იყო მისი ბედი. 1970 წლების ბოლოს საქართველოს ტელევიზიამ დაიწყო ახალი გადაცემის გადაღება, კუკური, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. გადაცემის შემქმნელებს სჭირდებოდათ მსახიობი, რომელიც შეძლებდა კომიკური პერსონაჟის შექმნას, სახალისოს, სიმპათიური, ოდნავ უხერხული გმირი, რომელიც ბავშვებს გაასიამოვნებდა. იპოლიტე ხვიჩია იდეალური კანდიდატურა იყო. მას შესთავაზეს ეს როლი და იპოლიტემ დათანხმდა იმედით, რომ ეს იქნებოდა გზა უფრო დიდი აღიარებისკენ. პირველი გადაცემის შემდეგ კუკური გახდა ფენომენი. ბავშვები ტელევიზორების წინ იკრიბებოდნენ, მშობლები თავიანთ შვილებს ამ გადაცემას უჩვენებდნენ და იპოლიტე ხვიჩია გახდა ყველაზე ცნობილი სახე საქართველოში. მაგრამ ეს იყო წყევლა, რომელიც კურთხევის სახეს ატარებდა. რადგან კუკურის წარმატების შემდეგ იპოლიტე ხვიჩია აღარ იყო მსახიობი, ის იყო კუკური. ქუჩაში ხალხი მას ამ სახელით მიმართავდა, ბავშვები მას ეხვეოდნენ და ითხოვდნენ სცენების გამეორებას, ტელევიზია მას ყოველ კვირას ითხოვდა ახალ გადაცემებს. იპოლიტე ცდილობდა უარის თქმას, ცდილობდა ეთქვა, რომ მას სურდა სხვა როლების თამაში, მაგრამ პროდიუსერები მას პასუხობდნენ, იპოლიტე, შენ ხალხის საყვარელი ხარ. ნუ იქნები ეგოისტი. ხალხს სურს კუკურის ნახვა. და ასე, წელიწადიდან წელიწადში, იპოლიტე ხვიჩია ატარებდა იმ ნიღაბს, რომელიც მის სახეზე მიაკრეს. ის იცინოდა, როცა სულში ტიროდა. ის ასრულებდა კომიკურ სცენებს, როცა გული სადგივრით ივსებოდა. და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ხალხი არ ხედავდა მის ტკივილს. მათთვის ის იყო მხოლოდ წყარო გართობისა, არა ცოცხალი ადამიანი. ერთხელ 1975 წელს იპოლიტემ სცადა თეატრის რეჟისორთან საუბარი სერიოზული როლის შესახებ. მან უთხრა, რომ მას სურდა ითამაშოს კინგ ლირი ან მაკბეთი, რომ მას სურდა ეჩვენებინა, რომ მას შეეძლო არა მხოლოდ სიცილის გამოწვევა. რეჟისორმა, რომელიც იპოლიტეს მრავალი წელი იცნობდა, მას თანაგრძნობით შეხედა და უთხრა, იპოლიტე, შენ უკვე ხარ ლეგენდა როგორც კომიკოსი. რატომ გინდა ამის დანგრევა? ხალხი შენ გიყვარს ისეც, როგორიც ხარ. მაგრამ იპოლიტე არ იყო ის, ვინც ხალხი ფიქრობდა. ის იყო ტყვე საკუთარი წარმატებისა, ტყვე იმ იმიჯისა, რომელიც მას მიაკრეს. და ამ ციხიდან გამოსვლის გზა არ არსებობდა. სახლში იპოლიტე სულ უფრო ხშირად რჩებოდა მარტო. მისი მეუღლე ნინო, რომელიც მას ინსტიტუტში გაიცნო, ცდილობდა მის მხარდაჭერას, მაგრამ იპოლიტე სულ უფრო დახურული ხდებოდა. ის საათობით იჯდა თავის კაბინეტში და კითხულობდა შექსპირს, ჩეხოვს, დოსტოევსკის. ის კითხულობდა იმ როლებს, რომლებიც არასოდეს ითამაშებდა და წარმოიდგენდა, როგორ შეასრულებდა მათ. ზოგჯერ ის წამოდგებოდა და იწყებდა მონოლოგების წარმოთქმას ცარიელი ოთახის წინაშე, თითქოს იქ უხილავი მაყურებელი იჯდა. მაგრამ ეს მაყურებელი არასოდეს გამოჩნდებოდა. რეალურ სცენაზე მას მხოლოდ კუკურის როლი ელოდა. ნინო იხსენებს, რომ ერთხელ ღამის 2 საათზე იპოლიტე მის საწოლთან მივიდა და უთხრა, მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს, რომ მე არ ვარ მხოლოდ მასხარა. მე მინდა, რომ მათ დაინახვან, რომ მე შემიძლია სერიოზული მსახიობობაც. ნინო მას ჩაიხუტა და უთხრა, იპოლიტე, შენ უკვე ხარ დიდი მსახიობი. შენ ხალხს სიხარულს აძლევ. ეს არის უდიდესი ნიჭი. მაგრამ იპოლიტეს არ სურდა სიხარულის მიცემა. მას სურდა პატივისცემა. მას სურდა, რომ ხალხი მას აღიქვამდა არა როგორც გასართობ ფიგურას, არამედ როგორც ნამდვილ არტისტს. მაგრამ ეს სურვილი არასოდეს აღსრულდებოდა. 1985 წელს იპოლიტე ხვიჩიას ჯანმრთელობა დაიწყო გაუარესება. მას ჰქონდა გულის პრობლემები, მაღალი წნევა და ექიმები აფრთხილებდნენ, რომ მას სჭირდებოდა დასვენება. მაგრამ ტელევიზია აგრძელებდა ახალი გადაცემების მოთხოვნას, თეატრი აგრძელებდა სპექტაკლების დაგეგმვას და იპოლიტე ვერ ამბობდა უარს. რატომ? რადგან ის ეშინოდა, რომ თუ ის შეწყვეტდა მუშაობას, ხალხი მას დაივიწყებდა. და დავიწყება იპოლიტესთვის უარესი იყო, ვიდრე არასწორი აღქმა. მაინც უკეთესი იყო ყოფილიყო ცნობილი როგორც კუკური, ვიდრე საერთოდ არ ყოფილიყო ცნობილი. მაგრამ ერთ დღეს გადაცემის გადაღების დროს იპოლიტეს გული გაუტკივდა. ის დაეცა სტუდიაში და გადაღების ჯგუფმა სასწრაფოდ გამოიძახა სასწრაფო დახმარება. იპოლიტე მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა უთხრეს, რომ მას ჰქონდა მძიმე გულის შეტევა და რომ მას სჭირდებოდა სრული დასვენება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
ტელევიზიის პროდიუსერები მოვიდნენ საავადმყოფოში და უთხრეს იპოლიტეს, ჩვენ გვესმის, რომ შენ ავად ხარ, მაგრამ გადაცემა უნდა გაგრძელდეს. შეგვიძლია დროებით. სხვა მსახიობის მოძებნა, იპოლიტემ უპასუხა, არა. თუ მე არ ვარ, გადაცემა არ უნდა გაგრძელდეს. ეს იყო პირველი და ერთადერთი ჯერ, როცა იპოლიტემ უარი თქვა. და ეს უარი მას ძვირი დაუჯდა. რადგან ტელევიზიამ მაინც გადაწყვიტა გადაცემის გაგრძელება სხვა მსახიობით. ახალი კუკური გამოჩნდა ეკრანზე და ხალხი, რომელიც იპოლიტეს 10 წლეულების განმავლობაში უყურებდა, უბრალოდ მიიღო ეს ცვლილება. არავინ არ იკითხა, სად იყო იპოლიტე. არავინ არ მოითხოვა მისი დაბრუნება. ხალხისთვის კუკური იყო პერსონაჟი, არა ადამიანი. და პერსონაჟი შეიძლებოდა შეცვლილიყო, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი. იპოლიტე ხვიჩია, რომელიც საავადმყოფოს საწოლზე იცვა და ამ ამბებს უსმენდა, გრძნობდა, რომ მისი ცხოვრების მთელი მნიშვნელობა გაქრა. ის იყო შეცვლადი. ის იყო დავიწყებული. ის იყო არაფერი. როცა იპოლიტე საავადმყოფოდან გამოვიდა, ის დაბრუნდა სახლში, მაგრამ აღარ დაბრუნდა სცენაზე. მან უარი თქვა ყველა შემოთავაზებაზე, უარი თქვა ყველა გადაცემაზე. ის უბრალოდ იჯდა სახლში და უყურებდა ფანჯარას. ნინო ცდილობდა მასთან საუბარს, მაგრამ იპოლიტე აღარ პასუხობდა. ის იყო ჩაკეტილი საკუთარ თავში, ჩაკეტილი იმ ტკივილში, რომელიც მთელი ცხოვრება აგროვებდა. და ამ ტკივილს აღარავინ ხედავდა, რადგან ყველას გონია, რომ იპოლიტე ხვიჩია იყო მხოლოდ მასხარა, რომელსაც არ შეეძლო ტკივილის გრძნობა. მაგრამ ერთ ღამეს, როცა ნინო იძინებდა, იპოლიტე წამოდგა, წავიდა თავის კაბინეტში, ჩართო მაგნიტოფონი და დაიწყო საუბარი. ის საუბრობდა საკუთარ თავთან, ან შესაძლოა იმ უხილავ მაყურებელთან, რომელიც მთელი ცხოვრება ელოდა. ის საუბრობდა თავის ტკივილზე, თავის იმედგაცრუებაზე, თავის რისხვაზე. ის საუბრობდა იმ ადამიანზე, რომელმაც მისი ცხოვრება გაანადგურა, არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე, არამედ იმ სისტემაზე, იმ საზოგადოებაზე, რომელმაც მას მხოლოდ ერთი როლი მიუჩინა და აღარასოდეს მისცა შანსი სხვა რამის ყოფნისა. ეს ჩანაწერი იყო მისი უკანასკნელი ცდა იმისა, რომ ჭეშმარიტება ამოეღო. მაგრამ ეს ჩანაწერი დაიკარგა ან დამალეს და იპოლიტეს ხმა კვლავ დარჩა მოусმენელი. დღეს, როცა ჩვენ ვიხსენებთ იპოლიტე ხვიჩიას, ჩვენ ვიხსენებთ კუკურს, ვიხსენებთ სიცილს, ვიხსენებთ ბედნიერ დროს. მაგრამ რამდენმა ჩვენგანმა იცის, რა ფასად მოვიდა ეს სიცილი? რამდენმა ჩვენგანმა დაინახა ის ცრემლები, რომლებიც იპოლიტე ღამით ხურიდა, როცა ყველა მას ეძინა? რამდენმა ჩვენგანმა იფიქრა, რომ მასხარას ნიღაბს უკან შესაძლოა ადამიანი იყო, რომელიც ტანჯვაში იყო? ჩვენ ვიცინეთ და ის ტიროდა. ჩვენ ვტკბებოდით და ის იხრჩობოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის ბედნიერი იყო, რადგან ის გვაცინებდა. მაგრამ სიმართლე იყო საპირისპირო. და ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, რა უნდა ვიფიქროთ? უნდა ვიგრძნოთ თუ არა ბრალი იმისთვის, რომ ჩვენ არ დავინახეთ მისი ტკივილი? უნდა ვიგრძნოთ თუ არა სინანული იმისთვის, რომ ჩვენ მას მხოლოდ როგორც გასართობ ფიგურას ვუყურებდით? ან უნდა ვაგრძელოთ ჩვენი სიცილი და დავივიწყოთ, რომ იპოლიტე ხვიჩია იყო არა მხოლოდ კუკური, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები, იმედები და ტკივილი, რომელიც არავის უნახავს. მეორე თავი იწყება იმ დღიდან, როცა იპოლიტე ხვიჩიამ პირველად შეიგრძნო, რომ მისი ცხოვრება აღარ ეკუთვნოდა მას. ეს იყო 1976 წელი და საქართველოს ტელევიზიამ გადაწყვიტა კუკურის გადაცემის გაფართოება. აღარ იყო ეს მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი გადაცემა, ახლა იპოლიტეს უნდა გამოსულიყო სხვადასხვა შოუებში, სარეკლამო როლიკებში, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. მას უნდა ყოფილიყო ყველგან, სადაც ხალხს სიცილი სჭირდებოდა. და იპოლიტე დათანხმდა, რადგან მას ჰგონია, რომ ეს იყო მისი მოვალეობა. მაგრამ ამ მოვალეობამ მას ცხოვრება წაართვა. ერთ დღეს გადაცემის გადაღების შემდეგ იპოლიტე დაბრუნდა გასახდელში და იქ შეხვდა ახალგაზრდა რეჟისორს ლევან კალანდაძეს, რომელიც მუშაობდა ახალ ფილმზე. კალანდაძე მივიდა იპოლიტესთან და უთხრა: იპოლიტე, მე მაქვს როლი ჩემს ფილმში, რომელიც შენთვის იდეალურია. ეს არის სერიოზული დრამა და მე მჭირდება მსახიობი, რომელსაც შეუძლია ღრმა ემოციების გადმოცემა. იპოლიტეს გული აუკრა. ეს იყო ის, რასაც ის მთელი ცხოვრება ელოდა, შანსი სერიოზულ როლში გამოსვლისა. მან დაუყოვნებლივ დათანხმდა და სთხოვა კალანდაძეს სცენარის მიცემა. კალანდაძე მას გადასცა სცენარი და უთხრა: წაიკითხე და მომიტყდი, თუ შენ მზად ხარ ამისთვის. იპოლიტე წავიდა სახლში და მთელი ღამე კითხულობდა სცენარს. ეს იყო ისტორია მოხუცი მამის შესახებ, რომელიც კარგავდა მეხსიერებას და ცდილობდა ურთიერთობის აღდგენას თავის შვილებთან, რომლებიც მას დიდი ხანია მიატოვეს.
როლი იყო ტრაგიკული, ღრმა, სავსე ემოციებით. იპოლიტე კითხულობდა და ტიროდა, რადგან ისხედავდა საკუთარ თავს ამ პერსონაჟში, მოხუცი კაცი, რომელიც ცდილობდა აღიარების მოპოვებას, მაგრამ ყველა მას უგულებელყოფდა. მეორე დღეს იპოლიტე დაურეკა კალანდაძეს და უთხრა, მე მზად ვარ. ეს არის როლი, რომელიც მე მთელი ცხოვრება მინდოდა. მაგრამ როცა კალანდაძემ წარუდგინა იპოლიტეს კანდიდატურა ფილმის პროდიუსერებს, მათ უარი უთხრეს. იპოლიტე ხვიჩია არის კომიკოსი, უთხრეს მათ. ხალხი მას როგორც კუკურს იცნობს. თუ ჩვენ მას სერიოზულ როლში გამოვიყვანთ, ხალხი იცინის. ეს გაანადგურებს ფილმს. კალანდაძე ცდილობდა მათ დარწმუნებას, რომ იპოლიტეს შეეძლო ამ როლის შესრულება, მაგრამ პროდიუსერები არ იცვლიდნენ აზრს. მათ უთხრეს, მოძებნე სხვა მსახიობი. და კალანდაძე იძულებული გახდა დაერეკა იპოლიტესთვის და ეთქვა, რომ როლი მას აღარ მიეცემოდა. იპოლიტე მიიღო ეს ზარი თავის სახლში და როცა კალანდაძემ მას უთხრა ამბავი, იპოლიტე უბრალოდ დუმდა. ის არ ტიროდა, არ ყვიროდა, არ გამოხატავდა რისხვას. ის უბრალოდ უთხრა, მესმის. მადლობა, რომ მაინც შემომთავაზე. და დახურა ტელეფონი. ნინო, რომელიც იქვე იდგა, დაინახა, რომ იპოლიტეს სახე გაქვავდა. რა მოხდა? ჰკითხა მან. იპოლიტემ უპასუხა, არაფერი. უბრალოდ კიდევ ერთი კარი დაიხურა. და წავიდა თავის კაბინეტში, სადაც დარჩა მთელი დღე. ამ დღიდან იპოლიტე შეიცვალა. ის აღარ ცდილობდა სერიოზული როლების მოპოვებას. ის აღარ საუბრობდა თავის ოცნებებზე. ის უბრალოდ ასრულებდა იმას, რასაც მას სთხოვდნენ, გამოდიოდა გადაცემებში, იცინოდა, ასრულებდა კომიკურ სცენებს. მაგრამ მისი თანამშრომლები იხსენებენ, რომ მისი თვალები შეიცვალა. ადრე, როცა ის სცენაზე გამოდიოდა, მისი თვალები ანათებდა. ახლა ისინი იყო ცარიელი, თითქოს იპოლიტე აღარ იყო იქ, თითქოს ის იყო მხოლოდ ჩრდილი საკუთარი თავისა. ამ პერიოდში იპოლიტეს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მას ჰპირდებოდა ყველაფრის შეცვლას. მისი სახელი იყო გიორგი მესხიშვილი და ის იყო ახალი პროდიუსერი, რომელიც ცდილობდა საქართველოს შოუ-ბიზნესის რეფორმირებას. მესხიშვილი მივიდა იპოლიტესთან და უთხრა, იპოლიტე, შენ ხარ ლეგენდა, მაგრამ შენ იყენებ არასწორად. მე შემიძლია შენი კარიერის ახალ დონეზე აყვანა. მე შემიძლია შენი გახდომა არა მხოლოდ კომიკოსი, არამედ ნამდვილი ვარსკვლავი. იპოლიტე, რომელიც იმ დროისთვის უკვე დაღლილი იყო და დაკარგული იმედი დათანხმდა. ის ხელი მოაწერა კონტრაქტს მესხიშვილთან, იმედით, რომ ეს იქნებოდა მისი ცხოვრების შეცვლა. მაგრამ მესხიშვილი არ იყო ის, ვინც თავს იჩენდა. ის არ აინტერესებდა იპოლიტეს არტისტული განვითარება, მას აინტერესებდა მხოლოდ ფული. მესხიშვილმა დაიწყო იპოლიტეს გამოყენება ყველა შესაძლო გზით, სარეკლამო როლიკებში, კერძო ღონისძიებებზე, კორპორატიულ წვეულებებზე. იპოლიტე იძულებული იყო გამოსულიყო ადგილებში, სადაც ის არ სურდა ყოფნა, ასრულებდა სცენებს, რომლებიც მას სირცხვილს აგრძნობინებდა. მაგრამ კონტრაქტი იყო ხელმოწერილი და მესხიშვილი მას აფრთხილებდა. თუ შენ დაარღვევ კონტრაქტს, მე შენ სასამართლოში გაგიყვან და ყველაფერს წაგართმევ. ერთხელ 1991 წელს მესხიშვილმა იპოლიტეს უთხრა, რომ მას უნდა გამოსულიყო კერძო წვეულებაზე, სადაც მდიდარი ბიზნესმენები იკრიბებოდნენ. იპოლიტეს უნდა ეთამაშა კუკური და გაეცინა სტუმრები. იპოლიტე უარს ამბობდა, რადგან ის გრძნობდა, რომ ეს იყო დამამცირებელი. მაგრამ მესხიშვილმა მას უთხრა, შენ არ გაქვს არჩევანი. შენ ხელი მოაწერე კონტრაქტს. და იპოლიტე იძულებული გახდა წასულიყო. იმ წვეულებაზე იპოლიტე გამოვიდა სცენაზე და დაიწყო თავისი ჩვეული სცენების შესრულება. მაგრამ სტუმრები, რომლებიც უკვე ძალიან ბევრი სვამდნენ, არ უსმენდნენ მას. ისინი საუბრობდნენ ერთმანეთთან, იცინოდნენ, უგულებელყოფდნენ მას. ერთ-ერთმა მათგანმა თუნდაც დაუძახა, ჰეი, კუკური, მოდი აქ და გააკეთე რამე სასაცილო. იპოლიტე იდგა სცენაზე და გრძნობდა, რომ ის იყო არა მსახიობი, არამედ ცირკის ცხოველი, რომელსაც ბრძანებდნენ ხრიკების შესრულებას. ის დაასრულა თავისი გამოსვლა და დაბრუნდა გასახდელში, სადაც იჯდა და ტიროდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი ღამე მის ცხოვრებაში. როცა ის დაბრუნდა სახლში, ნინო დაინახა, რომ რაღაც შეიცვალა. იპოლიტე აღარ იყო უბრალოდ დაღლილი, ის იყო გატეხილი. ნინომ ჰკითხა, რა მოხდა, იპოლიტემ უპასუხა, მე აღარ ვარ ადამიანი. მე ვარ ნივთი, რომელსაც ყიდიან და ყიდულობენ. ნინო ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ იპოლიტე აღარ უსმენდა. ის წავიდა თავის კაბინეტში და დახურა კარი.
და იქ მარტო ისიჯდა და ფიქრობდა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. როგორ გახდა ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ოცნება ჰქონდა დიდი მსახიობობისა, ეს ტყვე საკუთარი იმიჯისა, ტყვე ადამიანებისა, რომლებიც მას იყენებდნენ. მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ იპოლიტეს არ შეეძლო ამის შესახებ ვინმესთვის თქმა. ის არ შეეძლო საჯაროდ ეთქვა, რომ ის იყო უბედური, რადგან ხალხი არ დაიჯერებდა. ხალხისთვის იპოლიტე ხვიჩია იყო კუკური, სახალისო, ბედნიერი პერსონაჟი. როგორ შეეძლო მას ყოფილიყო უბედური? როგორ შეეძლო მას ყოფილიყო ტკივილი? ხალხი არ ხედავდა მას როგორც ადამიანს, ისინი ხედავდნენ მას როგორც სიმბოლოს, როგორც წყაროს გართობისა. და ამ სიმბოლოს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო უბედური. ერთხელ ინტერვიუში ჟურნალისტმა ჰკითხა იპოლიტეს, როგორ გრძნობთ თავს, როცა ხალხი თქვენ ხედავს და იწყებს სიცილს? იპოლიტემ გაიღიმა და უპასუხა, მე ვგრძნობ სიხარულს, რადგან მე ვაძლევ ხალხს ბედნიერებას. მაგრამ ეს იყო სიცრუე. სიმართლე იყო, რომ იპოლიტე გრძნობდა სირცხვილს, გრძნობდა ტკივილს, გრძნობდა რისხვას. მაგრამ ის ვერასოდეს ამბობდა ამას, რადგან ის იცოდა, რომ ხალხი არ იქნებოდა მზად ამის მოსმენისთვის. ხალხს სურდა კუკური, არა იპოლიტე ხვიჩია. და ასე, წელიწადიდან წელიწადში, იპოლიტე აგრძელებდა თავისი როლის თამაშს. ის გამოდიოდა სცენაზე, იცინოდა, ასრულებდა კომიკურ სცენებს. მაგრამ შინ, როცა ის რჩებოდა მარტო, ის იხდიდა იმ ნიღაბს, რომელიც მთელი დღე ატარებდა. და იქ სარკის წინ ის ხედავდა რეალურ იპოლიტე ხვიჩიას, დაღლილ, გატეხილ, უიმედო ადამიანს, რომელმაც დაკარგა ყველაფერი, რაც მას ოდესმე ჰქონდა. მაგრამ ეს ადამიანი არავის უნახავს. ეს ადამიანი იყო უხილავი, დამალული მასხარას ნიღბის უკან. და ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რამდენი სხვა კუკური არსებობს ჩვენს გარშემო. რამდენი ადამიანი იცინის ჩვენი გასართობად, მაგრამ შინ ტირის. რამდენი ადამიანი ატარებს ნიღაბს, რადგან ჩვენ არ ვართ მზად მათი რეალური სახის დანახვისთვის. და რა ვალდებულება გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რომ დავინახოთ ეს ადამიანები, არა როგორც პერსონაჟები, არამედ როგორც ცოცხალი, მგრძნობიარე არსებები. მესამე თავი იწყება იმ მომენტიდან, როცა იპოლიტე ხვიჩიამ გადაწყვიტა, რომ მას სჭირდებოდა გაქცევა. არა ფიზიკური გაქცევა, არამედ ფსიქოლოგიური გაქცევა იმ რეალობიდან, რომელიც მას ხრჩობდა. 1992 წელს იპოლიტემ დაიწყო სიარული ქალაქის გარეუბნებში, სადაც არავინ იცნობდა მას. ის დადიოდა პატარა ქუჩებში, სადაც არ იყო ტელევიზორები, არ იყო ბავშვები, რომლებიც მას კუკურს დაუძახებდნენ. ის უბრალოდ იყო ერთ-ერთი ადამიანი ბრბოში, უხილავი, დავიწყებული. და ეს მას სიმშვიდეს აძლევდა. ერთ დღეს, ამ სიარულების დროს, იპოლიტე შევიდა პატარა ეკლესიაში, რომელიც იდგა ქალაქის გარეუბანში. ეკლესია იყო ძველი, თითქმის დანგრეული და იქ არავინ იყო, გარდა ერთი მოხუცი მღვდლისა. იპოლიტე იჯდა ერთ-ერთ სკამზე და უბრალოდ უყურებდა კედლებს, რომლებზე ძველი ფრესკები იყო დახატული. მღვდელი მივიდა მასთან და ჰკითხა, შვილო, რატომ ხარ აქ? იპოლიტემ უპასუხა, მე ვეძებ სიმშვიდეს. მღვდელმა უთხრა, სიმშვიდე არ არის ადგილი. სიმშვიდე არის მდგომარეობა სულისა. შენ უნდა იპოვო ის შენს შიგნით. იპოლიტე დარჩა ეკლესიაში რამდენიმე საათი. ის ლოცულობდა, თუმცა ის არ იყო განსაკუთრებით რელიგიური ადამიანი. მაგრამ იმ მომენტში მას სჭირდებოდა რაღაც, რაც მას აძლევდა იმედს, რაღაც, რაც მას ეუბნებოდა, რომ მისი ცხოვრება არ იყო უაზრო. როცა ის გამოვიდა ეკლესიიდან, მან იგრძნო, რომ რაღაც შეიცვალა მის შიგნით. ის არ იყო ბედნიერი, მაგრამ ის იყო უფრო მშვიდი. ის გადაწყვიტა, რომ ის შეეცდებოდა იპოვოს გზა გადარჩენისა, არა სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მოვიდა ძალიან გვიან. რადგან იმ დროისთვის იპოლიტეს ჯანმრთელობა უკვე სერიოზულად იყო გაუარესებული. მას ჰქონდა მუდმივი ტკივილები გულში, მაღალი წნევა და ექიმები აფრთხილებდნენ, რომ თუ ის არ შეწყვეტდა მუშაობას, ის შეიძლებოდა ძალიან სერიოზული შედეგები ჰქონოდა. მაგრამ იპოლიტე არ შეეძლო მუშაობის შეწყვეტა, რადგან მას ჰქონდა კონტრაქტი მესხიშვილთან და მესხიშვილი არ აპირებდა მის გათავისუფლებას. ერთ დღეს გადაცემის გადაღების დროს იპოლიტეს ისევ გული გაუტკივდა. ამჯერად ტკივილი იყო უფრო ძლიერი და იპოლიტე დაეცა სცენაზე. გადაღების ჯგუფმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და იპოლიტე კვლავ მიიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა უთხრეს, რომ ამჯერად მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული და რომ მას სჭირდებოდა სრული დასვენება მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. მაგრამ როცა მესხიშვილმა გაიგო ეს ამბავი, ის მივიდა საავადმყოფოში და უთხრა იპოლიტეს, შენ არ შეგიძლია შეწყვიტო მუშაობა.
ჩვენ გვაქვს კონტრაქტები, ვალდებულებები. შენ უნდა გააგრძელო. იპოლიტე უყურებდა მესხიშვილს და პირველად თავის ცხოვრებაში მან იგრძნო სუფთა სიძულვილი. ეს ადამიანი, რომელიც მას ჰპირდებოდა ვარსკვლავად გახდომას, რეალურად მას იყენებდა როგორც ფულის გამომუშავების მანქანას. მას არ აინტერესებდა იპოლიტეს ჯანმრთელობა, მას არ აინტერესებდა იპოლიტეს ბედნიერება. მას აინტერესებდა მხოლოდ ფული. და იპოლიტე მიხვდა, რომ ის იყო ტყვე არა მხოლოდ საკუთარი იმიჯისა, არამედ ამ ადამიანისა, რომელმაც მას ხელი მოაწერინა იმ კონტრაქტზე. იპოლიტემ უთხრა მესხიშვილს, მე აღარ შემიძლია. მე მკვდება. მესხიშვილმა უპასუხა, შენ არ მოკვდები. შენ უბრალოდ დრამატიზებ. დაისვენე 2 კვირა და დაბრუნდი მუშაობაზე. და გავიდა საავადმყოფოს პალატიდან. იპოლიტე დარჩა მარტო და იმ მომენტში მან იგრძნო, რომ მისი ცხოვრება აღარ ეკუთვნოდა მას. ის იყო მარიონეტი, რომელსაც სხვები აკონტროლებდნენ. და ამ მარიონეტს არ ჰქონდა უფლება თავისუფლებაზე. როცა იპოლიტე გამოვიდა საავადმყოფოდან, ის დაბრუნდა სახლში, მაგრამ ის აღარ იყო იგივე ადამიანი. ნინო დაინახა, რომ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვალა. იპოლიტე აღარ საუბრობდა, აღარ იცინოდა, აღარ ცდილობდა ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას. ის უბრალოდ იჯდა თავის კაბინეტში და უყურებდა კედელს. ნინო ცდილობდა მასთან საუბარს, მაგრამ იპოლიტე თითქოს აღარ ესმოდა მისი სიტყვები. ის იყო ჩაკეტილი საკუთარ სამყაროში, სადაც არავინ შეეძლო მისი მიღწევა. ერთ ღამეს ნინო გაიღვიძა და დაინახა, რომ იპოლიტე არ იყო საწოლში. ის წავიდა მის საძებნად და იპოვა ის თავის კაბინეტში, სადაც ის იჯდა მაგიდასთან და წერდა რაღაცას. ნინომ ჰკითხა, რას წერ? იპოლიტემ უპასუხა, მე ვწერ წერილს. ვისთვის? ჰკითხა ნინომ. იპოლიტემ უპასუხა, ყველასთვის, ვინც ოდესმე იცინოდა ჩემზე და არ ხედავდა, რომ მე ვტიროდი. ნინო ცდილობდა წერილის წაკითხვას, მაგრამ იპოლიტემ დახურა რვეული და უთხრა, ეს არ არის შენთვის. ეს არის მათთვის, ვინც არასოდეს მიუსმენია. მეორე დღეს იპოლიტე წავიდა ტელევიზიაში და შეხვდა მესხიშვილს. მან უთხრა, მე ვწყვეტ კონტრაქტს. მესხიშვილმა გაიცინა და უთხრა, შენ არ შეგიძლია. თუ შენ გაწყვეტ კონტრაქტს, მე შენ სასამართლოში გაგიყვან და ყველაფერს წაგართმევ, შენს სახლს, შენს ფულს, შენს რეპუტაციას. იპოლიტემ უპასუხა, წაართვი. მე აღარ მაქვს რაიმე დასაკარგი. და გავიდა ოფისიდან. ეს იყო პირველი ჯერ, როცა იპოლიტე ხვიჩიამ თქვა არა. პირველი ჯერ, როცა მან დაიცვა საკუთარი თავი. მაგრამ ეს არ მოვიდა ძალიან გვიან. რადგან იმ დროისთვის იპოლიტეს ჯანმრთელობა უკვე იყო განადგურებული, მისი სული იყო გატეხილი და მისი ცხოვრება იყო ნანგრევებში. მესხიშვილმა როგორც დახპირდა, შეიტანა სარჩელი სასამართლოში და პროცესი დაიწყო. მედია დაიწყო ამ ისტორიის გაშუქება და ხალხი, რომელიც იპოლიტეს მთელი ცხოვრება უყურებდა და იცინოდა, ახლა კითხულობდა მის შესახებ სკანდალურ სტატიებს. ზოგიერთი ადამიანი იპოლიტეს უჭერდა მხარს, ამბობდა, რომ მას ჰქონდა უფლება თავისუფლებაზე. მაგრამ უმეტესობა ამბობდა, იპოლიტე უსიამოვნო გახდა. ის უნდა აგრძელებდეს თავისი მუშაობა და არ უნდა ჩივოდეს. ხალხი არ ხედავდა, რომ იპოლიტე იყო არა უსიამოვნო, არამედ გატეხილი. ხალხი არ ხედავდა, რომ იპოლიტე იყო არა კაპრიზული, არამედ ავად. ხალხი ხედავდა მხოლოდ იმას, რასაც ისინი ხედავდნენ მთელი ცხოვრება, კონკურსს, მასხარას, პერსონაჟს, რომელსაც არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო ადამიანი. სასამართლო პროცესი გაგრძელდა რამდენიმე თვე და ამ დროის განმავლობაში იპოლიტეს ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა. ის კარგავდა წონას, კარგავდა ძილს, კარგავდა იმედს. ნინო ცდილობდა მის მხარდაჭერას, მაგრამ იპოლიტე თითქოს აღარ იყო იქ. ის იყო ჩრდილი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას, მაგრამ ვერ პოულობდა გზას. და ერთ ღამეს, როცა ნინო იძინებდა, იპოლიტე კვლავ წამოდგა, წავიდა თავის კაბინეტში, ჩართო მაგნიტოფონი და დაიწყო საუბარი. ამჯერად ის საუბრობდა არა რისხვით, არამედ სევდით. ის საუბრობდა თავის ცხოვრებაზე, თავის ოცნებებზე, თავის იმედგაცრუებაზე. ის საუბრობდა იმაზე, როგორ სურდა მას ყოფილიყო სერიოზული მსახიობი, როგორ სურდა მას პატივისცემა, როგორ სურდა მას, რომ ხალხი ენახა ის როგორც ადამიანი, არა როგორც პერსონაჟი. და ბოლოს ის თქვა, მე ვიცი, რომ არავინ არ მოусმენს ამ ჩანაწერს. მე ვიცი, რომ ხალხი აგრძელებს ჩემს დანახვას როგორც კონკურსს. მაგრამ მე მინდა, რომ ვინმე მიცოდეს, მე ვიყავი ადამიანი. მე უგრძნობდი ტკივილს. მე ვტიროდი. და არავინ არ ხედავდა ამას.
ეს ჩანაწერი, რომელიც იპოლიტემ იმ ღამეს გააკეთა, იყო მისი უკანასკნელიც და იმისა, რომ ჭეშმარიტება ამოეღო. მაგრამ როგორც ჩვენ უკვე ვიცით, ეს ჩანაწერი დაიკარგა ან დამალეს. და იპოლიტეს ხმა კვლავ დარჩა მოусმენელი. მაგრამ ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს ისტორია, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რა მოხდება შემდეგ. როგორ დასრულდა იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრება? და რა გაკვეთილი უნდა ავიღოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, ამ ტრაგედიიდან. ეს კითხვები დარჩება ჩვენთან, როცა ჩვენ გავაგრძელებთ ამ ისტორიის მოსმენას. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, როცა მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება იპოლიტე ხვიჩიას სასარგებლოდ და გააუქმა კონტრაქტი გიორგი მესხიშვილთან, ერთი უცნაური დეტალი გამოვიდა ზედაპირზე, რომელიც მანამდე დამალული იყო. სასამართლო დოკუმენტებში აღმოჩნდა დანართი, რომელიც თავად იპოლიტეს არ ჰქონდა ნანახი, დამატებითი ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც ნათქვამდა, რომ იპოლიტეს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა არც ერთ შემოთავაზებაზე, რომელსაც მესხიშვილი მას წარუდგენდა, და რომ ნებისმიერი უარი ავტომატურად ნიშნავდა ფინანსურ სანქციას, რომელიც შეადგენდა იპოლიტეს მთელი წლიური შემოსავლის 90%-ს. ეს პუნქტი იყო დაწერილი ისეთი წვრილი შრიფტით და ისეთი იურიდიული ენით, რომ იპოლიტეს, რომელიც არ იყო იურისტი და რომელიც ხელს აწერდა იმ დოკუმენტს იმედით და სიხარულით, უბრალოდ არ გაუგია რას აწერდა ხელს. მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს პუნქტი იყო მონობის ხელშეკრულების თანამედროვე ფორმა და რომ ასეთი დოკუმენტი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდა 3 წლის განმავლობაში იმ რწმენით, რომ ის იყო ტყვე, რომელსაც არ ჰქონდა გამოსავალი. ვინ დაწერა ეს პუნქტი? ვინ იყო იურისტი, რომელმაც შექმნა ეს საშინელი დოკუმენტი? და რამდენი სხვა არტისტი ხელს აწერდა მსგავს ხელშეკრულებებს, რომლებიც მათ აქცევდა მონებად საკუთარი ნიჭისა? სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ იპოლიტე ხვიჩია იყო თავისუფალი, მაგრამ ეს თავისუფლება მოვიდა ისეთ ფასად, რომელიც თითქმის აღემატებოდა მის ძალებს. მედიამ დაიწყო ამ ისტორიის გაშუქება არა როგორც გამარჯვების ისტორიისა, არამედ როგორც სკანდალისა. გაზეთები წერდნენ სათაურებს, კუკური გახდა კაპრიზული, იპოლიტე ხვიჩია ივიწყებს, ვინ მას ვარსკვლავად აქცია, ცნობილი კომიკოსი ებრძვის თავის პროდიუსერს და კარგავს ხალხის სიყვარულს. არც ერთი სტატია არ წერდა იმაზე, რომ იპოლიტე იყო ექსპლუატირებული, რომ მას ართმევდნენ ადამიანურ ღირსებას, რომ ის იყო ავად და გატეხილი. ხალხისთვის ეს იყო უბრალოდ კონფლიქტი ორ ბიზნესმენს შორის, არა ტრაგედია ადამიანისა, რომელიც ებრძოდა გადარჩენისთვის. იპოლიტე კითხულობდა ამ სტატიებს და გრძნობდა, რომ მთელი საზოგადოება მის წინააღმდეგ იყო. ის ებრძოდა არა მხოლოდ მესხიშვილს, არამედ მთელ სისტემას, რომელიც არტისტებს აქცევდა საქონლად, და ეს სისტემა იყო ძალიან ძლიერი, რომ ერთმა ადამიანმა დაემარცხებინა. ამ პერიოდში იპოლიტეს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ცდილობდა მის დახმარებას, მაგრამ რომლის დახმარებამ საბოლოოდ კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა. ეს იყო ახალგაზრდა ჟურნალისტი, თამარ ჯავახიშვილი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ დამოუკიდებელ გაზეთში და რომელსაც სურდა დაეწერა რეალური ისტორია იპოლიტე ხვიჩიას შესახებ, არა სკანდალური სტატია, არამედ ღრმა ადამიანური პორტრეტი. თამარი დაუკავშირდა იპოლიტეს და სთხოვა ინტერვიუ. იპოლიტე თავიდან უარს ამბობდა, რადგან ის აღარ ენდობოდა ჟურნალისტებს, მაგრამ თამარი იყო მდგრადი და თავაზიანი და საბოლოოდ იპოლიტემ დათანხმდა. ისინი შეხვდნენ იპოლიტეს სახლში და თამარმა დაიწყო კითხვები, არა იმ ჩვეულებრივი კითხვები, რომლებსაც ყველა ჟურნალისტი სვამდა, როგორ გრძნობთ თავს, როცა ხალხი გიცინით, არამედ ღრმა, პირადი კითხვები, რა იყო თქვენი ოცნება, როცა ახალგაზრდა იყავით? რა გრძნობდით, როცა გაიგეთ, რომ თქვენ აღარასოდეს მოგცემდნენ სერიოზულ როლებს, როგორ ცხოვრობთ იმ ცოდნით, რომ ხალხი თქვენ ხედავს არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც სიმბოლოს? იპოლიტე პასუხობდა ამ კითხვებს ნელა, ფრთხილად, თითქოს ყოველი სიტყვა მას ტკივილს აყენებდა. ის საუბრობდა თავის ბავშვობაზე, თავის ოცნებებზე, თავის იმედგაცრუებაზე. ის საუბრობდა იმაზე, როგორ გრძნობდა თავს, როცა ხალხი მას ქუჩაში ხედავდა და იწყებდა სიცილს, როგორ გრძნობდა თავს, როცა ის ცდილობდა სერიოზული როლის მოპოვებას და მას ამბობდნენ, შენ ხარ კომიკოსი, არა ტრაგიკოსი. ის საუბრობდა იმაზე, როგორ გრძნობდა თავს, როცა მას იძულებით აყენებდნენ სცენაზე, როცა ის იყო ავად და ტანჯვაში, მაგრამ მას ამბობდნენ, ხალხს სჭირდება შენი სიცილი. თამარი უსმენდა და წერდა და მისი თვალები ივსებოდა ცრემლებით. ინტერვიუს ბოლოს იპოლიტემ უთხრა, მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს, მე არ ვიყავი მხოლოდ კუკური. მე ვიყავი იპოლიტე ხვიჩია, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გული, სული, ოცნებები. მაგრამ ხალხმა არ მინდა ეს ყოფილიყო. ხალხს სურდა მხოლოდ სიცილი. თამარმა დაწერა სტატია, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ემოციური ტექსტი, რაც ოდესმე გამოქვეყნდა საქართველოს პრესაში იმ წლებში.
სტატია ეწოდა მასხარას ცრემლები და იგი აღწერდა იპოლიტე ხვიჩიას ცხოვრებას არა როგორც წარმატების ისტორიას, არამედ როგორც ტრაგედიას ადამიანისა, რომელიც იყო თქვა საკუთარი იმიჯისა, თქვა საზოგადოების მოლოდინებისა, თქვა სისტემისა, რომელიც არტისტებს აქცევდა საქონლად. სტატია გამოქვეყნდა და გამოიწვია უზარმაზარი რეზონანსი. ზოგიერთი ადამიანი წერდა წერილებს რედაქციაში და ამბობდა, ჩვენ არ ვიცოდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ იპოლიტე ბედნიერი იყო. ჩვენ ვწუხვართ. მაგრამ უმეტესობა რეაგირებდა სხვაგვარად. ისინი ამბობდნენ, ეს არის სიცრუე. იპოლიტე უბრალოდ ცდილობს თავის გამართლებას. ის უნდა იყოს მადლიერი იმისთვის, რაც მას მიეცა. ამ რეაქციამ იპოლიტე კიდევ უფრო გაანადგურა. ის ხედავდა, რომ თუნდაც მაშინ, როცა ის ცდილობდა ჭეშმარიტების თქმას, ხალხი არ იყო მზად მისი მოსმენისთვის. ხალხს სურდა კუკური, არა იპოლიტე ხვიჩია. ხალხს სურდა სიცილი, არა ცრემლები. და იპოლიტე მიხვდა, რომ ის არასოდეს ვერ გაათავისუფლებდა თავს იმ ნიღბიდან, რომელიც მას მიაკრეს. ის იყო მსჯავრდებული იყოს მასხარა მთელი ცხოვრება და თუნდაც სიკვდილის შემდეგ. თამარ ჯავახიშვილმა, რომელიც ხედავდა, რა ზეგავლენა მოახდინა მის სტატიამ იპოლიტეზე, ცდილობდა მასთან კავშირის შენარჩუნებას, ცდილობდა მის მხარდაჭერას. მაგრამ იპოლიტე სულ უფრო იზოლირდებოდა. ის აღარ პასუხობდა ტელეფონის ზარებს, აღარ იღებდა სტუმრებს, აღარ გამოდიოდა სახლიდან. ნინო, რომელიც ცდილობდა მის დახმარებას, გრძნობდა, რომ ის კარგავდა ქმარს, არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად. იპოლიტე იყო იქ, მაგრამ ის არ იყო იქ. ის იყო ჩრდილი, რომელიც ცდილობდა გაქრობას. ერთ დღეს, 1995 წლის გაზაფხულზე, იპოლიტეს დაურეკა ძველი მეგობარი, რეჟისორი ლევან კალანდაძე, რომელიც მას წლების წინ სთავაზობდა სერიოზულ როლს, მაგრამ პროდიუსერებმა უარი უთხრეს. კალანდაძემ უთხრა, იპოლიტე, მე ვიწყებ ახალ პროექტს. ეს არის დოკუმენტური ფილმი საქართველოს არტისტების შესახებ, რომლებიც იყვნენ დავიწყებულები ან არასწორად გაგებულები. მე მინდა, რომ შენ იყო ერთ-ერთი მთავარი გმირი ამ ფილმში. მე მინდა, რომ ხალხმა დაინახოს შენი რეალური სახე, არა კოკური. იპოლიტე დუმდა რამდენიმე წამი, შემდეგ უთხრა, ლევან, მადლობა, მაგრამ მე აღარ მაქვს ძალა. მე აღარ შემიძლია ბრძოლა იმისთვის, რომ ხალხმა დამინახოს. თუ ხალხს სურს ჩემი დანახვა როგორც კუკურისა, ასე იყოს. მე დავიღალე. კალანდაძე ცდილობდა მის დარწმუნებას, მაგრამ იპოლიტე იყო მტკიცე. ის უთხრა, მე უკვე ვთქვი ყველაფერი, რაც მინდოდა თქმა. მაგრამ არავინ არ მოусმინა. და ახლა მე უბრალოდ მინდა სიმშვიდე. ამ საუბრის შემდეგ იპოლიტე გახდა კიდევ უფრო დახურული. ის ატარებდა დღეებს თავის კაბინეტში, სადაც ის კითხულობდა ძველ წიგნებს, უყურებდა ძველ ფოტოებს, იხსენებდა იმ დროს, როცა ის იყო ახალგაზრდა და ჰქონდა ოცნებები. ნინო ხშირად ისმენდა, როგორ იპოლიტე საუბრობდა საკუთარ თავთან, ის იმეორებდა მონოლოგებს შექსპირიდან, ჩეხოვიდან, დოსტოევსკიდან. ის თამაშობდა იმ როლებს, რომლებიც არასოდეს ითამაშა რეალურ სცენაზე. ის იყო მსახიობი უხილავი მაყურებლისთვის, მსახიობი, რომელიც არასოდეს მიიღებდა აპლოდისმენტებს. ერთ ღამეს ნინო გაიღვიძა იმ ხმაზე, რომელიც მოდიოდა იპოლიტეს კაბინეტიდან. ის წავიდა იქ და დაინახა, რომ იპოლიტე იდგა ფანჯრის წინ და საუბრობდა ცარიელ ოთახთან. ის თამაშობდა კინგ-ლირის მონოლოგს, იმ სცენას, სადაც მოხუცი მეფე, რომელმაც დაკარგა ყველაფერი, ყვირის ქარიშხალში და ეკითხება ღმერთს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. იპოლიტეს ხმა იყო გატეხილი, მაგრამ ძლიერი. მისი სხეული იყო დაღლილი, მაგრამ მისი სული იყო ცოცხალი იმ მომენტში. ნინო იდგა კარებთან და უყურებდა და ის გრძნობდა, რომ ხედავდა რეალურ იპოლიტე ხვიჩიას, არა კუკურს, არა კომიკოს, არამედ ნამდვილ მსახიობს, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი ნიჭი, მაგრამ რომელსაც არასოდეს მიეცა შანსი ამ ნიჭის გამოვლენისა. როცა იპოლიტემ დაასრულა მონოლოგი, ის დაეცა სკამზე და დაიწყო ტირილი. ნინო შევიდა ოთახში და ჩაეხუტა მას. იპოლიტე უთხრა, ნინო, მე ვიცი, რომ მე არასოდეს ვიქნები ის, ვინც მინდოდა ყოფნა. მე ვიცი, რომ ხალხი ყოველთვის დამიხსენებს როგორც კოკურს. მაგრამ მე მინდა, რომ შენ იცოდე, მე ვცადე. მე ვცადე ყოფნა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მასხარა. მაგრამ სამყარო არ იყო მზად ამისთვის. ნინომ უპასუხა, მე ვიცი, იპოლიტე. მე ყოველთვის ვიცოდი. და მე ვარ ამაკი შენით, იმით ვინც შენ ხარ, არა იმით ვინც ხალხი ფიქრობს რომ ხარ. მაგრამ ამ სიტყვებმა რამდენადაც თბილი და გულწრფელი იყო, ვერ შეცვალა ის, რაც იპოლიტე გრძნობდა. ის გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება იყო წარუმატებლობა, რომ ის ვერ მიაღწია იმას, რისთვისაც დაიბადა.
ის გრძნობდა, რომ ის იყო ტყვე, რომელმაც არასოდეს ვერ იპოვა თავისუფლება. და ეს გრძნობა მას ხრჩობდა ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს. და ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რამდენი იპოლიტე ხვიჩია არსებობს დღეს. რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმ ნიღბის უკან, რომელიც საზოგადოებამ მას მიაკრა. რამდენი ადამიანი ცდილობს ყოფნა რაღაც უფრო მეტი, მაგრამ საზოგადოება მას ამბობს, შენ ხარ მხოლოდ ეს, არა უფრო მეტი. და რა ვალდებულება გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რომ დავინახოთ ადამიანები არა როგორც როლები, არამედ როგორც რთული მრავალფეროვანი, ღრმა არსებები. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, როცა იპოლიტე ხვიჩია ოფიციალურად გათავისუფლდა გიორგი მესხიშვილის კონტრაქტიდან, ერთი მოულოდნელი შედეგი მოჰყვა, იპოლიტეს აღარ უწოდებდნენ სამუშაოს. ტელევიზია, რომელიც მანამდე მუდმივად ითხოვდა მის მონაწილეობას სხვადასხვა გადაცემებში, უეცრად გაჩუნდა. თეატრი, სადაც იპოლიტე მუშაობდა 30 წლის განმავლობაში, უეცრად აღარ იძახდა მას რეპეტიციებზე. პროდიუსერები, რომლებიც ადრე მას ურეკავდნენ ყოველ კვირას ახალი პროექტების შეთავაზებით, უეცრად გაქრნენ. იპოლიტე ხვიჩია, რომელიც მთელი ცხოვრება იყო გადატვირთული სამუშაოთი, უეცრად აღმოჩნდა სრულიად უმუშევარი. და ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო შურისძიება. რადგან საქართველოს შოუ-ბიზნესი იმ წლებში იყო მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანების პატარა ჯგუფი, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველაფერს, ვინ იღებდა როლებს, ვინ გამოდიოდა ტელევიზიაში, ვინ იღებდა ფინანსირებას. გიორგი მესხიშვილი იყო ამ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი და როცა იპოლიტემ მას სასამართლოში დაამარცხა, მესხიშვილმა გაავრცელა სიტყვა ამ ჯგუფში, იპოლიტე ხვიჩი არის პრობლემური. ის არის არასანდო. ის ებრძვის თავის პროდიუსერებს. ნუ იმუშავებთ მასთან. და ეს სიტყვა იყო საკმარისი, რომ იპოლიტე აღმოჩნდა შავ სიაში, არაოფიციალურ, მაგრამ ძალიან რეალურ სიაში ადამიანებისა, რომლებსაც აღარ მისცემდნენ სამუშაოს. ეს იყო სისტემა, რომელიც არსებობდა საქართველოში იმ წლებში, თუ შენ ებრძოდი ერთ ძლიერ ადამიანს, შენ ებრძოდი მთელ სისტემას. და სისტემა იცოდა, როგორ დაესაჯა ისინი, ვინც ცდილობდა მის წინააღმდეგ წასვლას. იპოლიტე თავიდან არ ესმოდა, რატომ აღარ უწოდებდნენ სამუშაოს. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო დროებითი, შესაძლოა ხალხს სჭირდებოდა დრო, რომ დაევიწყებინათ სასამართლო პროცესი, შესაძლოა ისინი ელოდნენ, რომ იპოლიტეს ჯანმრთელობა გამოჯანმრთელებულიყო. მაგრამ კვირები გადიოდა, თვეები გადიოდა და არავინ არ რეკავდა. იპოლიტე დაიწყო თავად დარეკვა, ის რეკავდა რეჟისორებს, პროდიუსერებს, ძველ მეგობრებს. მაგრამ ყველა პასუხობდა ერთნაირად, იპოლიტე, ჩვენ ძალიან გვიხარია შენი მოსმენა, მაგრამ ამჟამად ჩვენ არ გვაქვს შესაფერისი პროექტი შენთვის. ჩვენ დაგირეკავთ, როცა რამე გამოჩნდება. მაგრამ ეს ზარი არასოდეს მოვიდოდა. ერთ დღეს იპოლიტე შეხვდა ძველ კოლეგას, მსახიობ ვახტანგ კიკაბიძეს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა თეატრში. ვახტანგი იყო პირდაპირი და გულწრფელი ადამიანი, და როცა იპოლიტემ ჰკითხა, რატომ აღარ უწოდებდნენ სამუშაოს, ვახტანგმა უთხრა ჭეშმარიტება, იპოლიტე, შენ ხარ შავ სიაში. მესხიშვილმა და მისმა ადამიანებმა გაავრცელეს სიტყვა, რომ შენ ხარ პრობლემური, რომ შენ ებრძვი პროდიუსერებს, რომ შენთან მუშაობა არის რისკი. არავინ არ გბედავს შენთან მუშაობას, რადგან ისინი ეშინიათ, რომ მესხიშვილი და მისი ადამიანები მათაც დასჭიან. იპოლიტე უსმენდა ამ სიტყვებს და გრძნობდა, რომ მისი სამყარო იშლებოდა. ის ებრძოდა თავისუფლებისთვის და ამ თავისუფლებამ მას ყველაფერი წაართვა. ამ პერიოდში იპოლიტეს ფინანსური მდგომარეობა დაიწყო გაუარესება. მას ჰქონდა გარკვეული დანაზოგი, მაგრამ ეს დანაზოგი სწრაფად იხარჯებოდა, საავადმყოფოს ხარჯები, მედიკამენტები, ყოველდღიური ხარჯები. ნინო, რომელიც მუშაობდა როგორც მასწავლებელი, ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას თავისი ხელფასით, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. იპოლიტე, რომელიც მთელი ცხოვრება იყო ფინანსურად დამოუკიდებელი, უეცრად აღმოჩნდა დამოკიდებული თავის ცოლზე. და ეს მას სირცხვილს აგრძნობინებდა. ის გრძნობდა, რომ ის იყო არა მხოლოდ პროფესიულად წარუმატებელი, არამედ პირადად წარუმატებელი, ის ვერ ახერხებდა თავისი ოჯახის უზრუნველყოფას. ერთხელ, როცა ნინო დაბრუნდა სახლში სამუშაოდან, ის იპოვა იპოლიტე მის საწოლზე, სადაც ის იწვა და უყურებდა ჭერს. ნინომ ჰკითხა, რა ხდება, იპოლიტემ უპასუხა, მე ვფიქრობ, რომ მე უნდა მივიდე და ვიმუშაო სადმე, შესაძლოა მაღაზიაში, შესაძლოა ქარხანაში, სადმე, სადაც მე შემიძლია ფულის გამომუშავება. მე აღარ შემიძლია შენზე დამოკიდებულება. ნინო ჩამოჯდა მის გვერდით და უთხრა, იპოლიტე, შენ ხარ მსახიობი. შენ არ უნდა იმუშაო მაღაზიაში. ჩვენ გადავრჩებით. ჩვენ ყოველთვის ვრჩებოდით. მაგრამ იპოლიტე არ ესმოდა.
ის გრძნობდა, რომ მისი იდენტობა იყო განადგურებული, ის აღარ იყო მსახიობი, რადგან არავინ არ აძლევდა მას როლებს. ის აღარ იყო კოკორი, რადგან ტელევიზია აღარ იძახდა მას. ის იყო უბრალოდ იპოლიტე ხვიჩია, უმუშევარი, ავადმყოფი, დავიწყებული ადამიანი. ამ პერიოდში იპოლიტეს ცხოვრებაში მოხდა ერთი ინციდენტი, რომელიც საბოლოოდ გატეხა მას. 1996 წლის შემოდგომაზე იპოლიტე გავიდა ქალაქში, რომ ეყიდა პური და რძე. ის დადიოდა ქუჩაში და უეცრად ერთმა ბავშვმა მას ცნო და დაუძახა. აი, კუკური, იპოლიტე გაჩერდა და გაიღიმა. ეს იყო ავტომატური რეაქცია, რომელიც მას ჰქონდა განვითარებული წლების განმავლობაში. მაგრამ ბავშვმა, რომელიც იყო დაახლოებით 10 წლის, უთხრა: შენ აღარ ხარ სასაცილო. შენ ხარ ძველი და მოსაწყენი. ახალი კუკური უკეთესია. და გაიქცა. იპოლიტე იდგა ქუჩაში ხალხის ბრბოში და გრძნობდა, რომ რაღაც შიგნით მასში გატყდა. ეს ბავშვი, რომელიც არ იცოდა რას ამბობდა, უბრალოდ გამოხატავდა იმას, რასაც მთელი საზოგადოება ფიქრობდა. იპოლიტე ხვიჩია იყო შეცვლადი, დავიწყებადი, არაფერი. იპოლიტე დაბრუნდა სახლში და არ უთხრა ნინოს ამ ინციდენტის შესახებ. ის უბრალოდ წავიდა თავის კაბინეტში და დახურა კარი. და იქ მარტო ისიჯდა და ფიქრობდა იმ ბავშვის სიტყვებზე: შენ აღარ ხარ სასაცილო. ეს იყო ის, რასაც იპოლიტე ყოველთვის ეშინოდა, არა იმისა, რომ ის იქნებოდა მხოლოდ კომიკოსი, არამედ იმისა, რომ ის იქნებოდა წარუმატებელი კომიკოსი, დავიწყებული კომიკოსი, შეცვლილი კომიკოსი. და ახლა ეს შიში გახდა რეალობა. ამ დღიდან იპოლიტე შეიცვალა კიდევ უფრო. ის აღარ ცდილობდა სამუშაოს მოძებნას, აღარ ცდილობდა კონტაქტების შენარჩუნებას ინდუსტრიაში. ის უბრალოდ იჯდა სახლში და ატარებდა დღეებს კითხვაში, წილში, ფიქრებში. ნინო ხედავდა, რომ ის კარგავდა ქმარს, არა ფიზიკურად, არამედ ემოციურად. იპოლიტე იყო იქ, მაგრამ ის არ იყო იქ. ის იყო ჩრდილი, რომელიც ცდილობდა გაქრობას. ერთ დღეს ნინომ გადაწყვიტა, რომ ის უნდა გაეკეთებინა რაღაც რადიკალური. ის დაუკავშირდა ძველ მეგობარს, რეჟისორ გიორგი შენგელაიას და სთხოვა მას დახმარება. შენგელაია იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული რეჟისორი საქართველოში და მას ჰქონდა გავლენა. ნინომ უთხრა მას იპოლიტეს მდგომარეობის შესახებ და სთხოვა, რომ ის მისცემოდა იპოლიტეს რაიმე როლს, რაიმე სამუშაოს, რაიმე იმედს. შენგელაია მოусმინა და უთხრა: ნინო, მე ვიცი რა ხდება იპოლიტესთან. მე ვიცი, რომ ის არის შავ სიაში. მაგრამ მე ვაპირებ ახალი ფილმის გადაღებას და მე მაქვს პატარა როლი, რომელიც შესაძლოა იპოლიტეს შეეფერება. ეს არ არის მთავარი როლი, მაგრამ ეს არის როლი. მე დავურეკავ მას. შენგელაიამ დაურეკა იპოლიტეს და უთხრა ამ შეთავაზების შესახებ. იპოლიტე თავიდან უარს ამბობდა, ის ამბობდა, რომ ის აღარ იყო მზად სამუშაოსთვის, რომ ის აღარ ჰქონდა ძალა. მაგრამ შენგელაია იყო მდგრადი. ის უთხრა: იპოლიტე, ეს არის პატარა როლი, მაგრამ ეს არის სერიოზული როლი. ეს არის როლი მოხუცი კაცისა, რომელიც ცხოვრობს მარტო და იხსენებს თავის წარსულს. ეს არის როლი, რომელიც მოითხოვს ღრმა ემოციებს, არა სიცილს. მე ვფიქრობ, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება. იპოლიტე დუმდა, შემდეგ უთხრა: მე ვცდი. გადაღება დაიწყო 1997 წლის გაზაფხულზე. იპოლიტე მივიდა გადასაღებ მოედანზე და როცა ის დაინახა კამერები, ჯგუფი, რეჟისორი, ის იგრძნო რაღაც, რაც მან დიდი ხანი არ იგრძნო, ის იგრძნო, რომ ის იყო სახლში. ეს იყო მისი სამყარო, ეს იყო ის, რისთვისაც ის დაიბადა. შენგელაიამ ახსნა მას როლი, მოხუცი კაცი, რომელიც იჯდა თავის ბინაში და უყურებდა ძველ ფოტოებს, იხსენებდა თავის ცოლს, რომელიც გარდაიცვალა, იხსენებდა თავის შვილებს, რომლებიც მას მიატოვეს. ეს იყო ტრაგიკული როლი, რომელიც მოითხოვდა არა სიცილს, არამედ ცრემლებს. იპოლიტემ დაიწყო თამაში და რაღაც საოცარი მოხდა. ის აღარ იყო იპოლიტე ხვიჩია, ის აღარ იყო კუკური, ის იყო ეს მოხუცი კაცი, ეს მარტოხელა, დავიწყებული ადამიანი. ის თამაშობდა ისე, თითქოს ის თამაშობდა საკუთარ თავს, თავის ტკივილს, თავის მარტოობას. გადაღების ჯგუფი უყურებდა მას სიჩუმით და როცა შენგელაიამ თქვა სტოპ, მთელი ჯგუფი დარჩა რამდენიმე წამი სიჩუმეში. შემდეგ ერთ-ერთმა ოპერატორმა დაიწყო ტაში და მთელი ჯგუფი შეუერთდა. იპოლიტე იდგა იქ დაბნეული და არ ესმოდა რა ხდებოდა. შენგელაია მივიდა მასთან და უთხრა: იპოლიტე, ეს იყო ბრწყინვალე. ეს იყო ის, რისთვისაც შენ დაიბადე. ეს იყო რეალური მსახიობობა. იპოლიტე გრძნობდა, რომ რაღაც შიგნით მას შეიღვიძებდა, რაღაც, რაც დიდი ხანი იყო მიძინებული.
ის გრძნობდა, რომ ის იყო კვლავ ცოცხალი, კვლავ მნიშვნელოვანი, კვლავ ნიჭიერი. გადაღება გაგრძელდა რამდენიმე კვირა და ამ კვირების განმავლობაში იპოლიტე იყო ბედნიერი, არა იმ ყალბი ბედნიერებით, რომელსაც ის ასახავდა როგორც კუკური, არამედ რეალური, ღრმა ბედნიერებით. ის აკეთებდა იმას, რისთვისაც ის დაიბადა და ის აკეთებდა მას კარგად. მაგრამ როცა გადაღება დასრულდა და იპოლიტე დაბრუნდა სახლში, ის კვლავ აღმოჩნდა იმავე რეალობაში, უმუშევარი, დავიწყებული, იზოლირებული. ფილმი, რომელშიც ის თამაშობდა, არ იქნებოდა გამოშვებული კინოთეატრებში, ეს იყო დამოუკიდებელი ფილმი, რომელიც იქნებოდა ნაჩვენები მხოლოდ ფესტივალებზე. და თუნდაც იქ, სადაც ის იქნებოდა ნაჩვენები, ხალხი არ იქნებოდა მზად იპოლიტე ხვიჩიას დანახვისთვის როგორც სერიოზული მსახიობისა. ხალხისთვის ის იყო კუკური და ეს იყო ის, რაც ის ყოველთვის იქნებოდა. და ახლა როცა ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რა ხდება, როცა საზოგადოება გადაწყვეტს, რომ ადამიანი არის მხოლოდ ერთი რამ და არაფერი მეტი? რა ხდება, როცა ადამიანი ცდილობს გამოსვლას იმ ყუთიდან, რომელშიც საზოგადოება მის ჩასვა, მაგრამ საზოგადოება უარს ამბობს მის გათავისუფლებაზე? და რა ვალდებულება გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რომ მივცეთ ადამიანებს შანსი იყვნენ უფრო მეტი, ვიდრე ის, რაც ჩვენ მათგან ველით? 1987 წლის ზაფხულს, როცა იპოლიტე ხვიჩია ცდილობდა ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელებას თავის პატარა ბინაში, მისი პირადი ექიმი, დოქტორი ალექსანდრე ჭავჭავაძე დაარღვია. ის წესი, რომელსაც ის იცავდა 30 წლის განმავლობაში, ის დაარღვია სამედიცინო საიდუმლოება. ჭავჭავაძემ, რომელიც ხედავდა იპოლიტეს მდგომარეობის გაუარესებას და რომელსაც აღარ შეეძლო დუმილი, მიმართა ერთ-ერთ ჟურნალისტს და უთხრა: იპოლიტე ხვიჩია მკვდება. მისი გული ვერ უძლებს. მე ვურჩიე მას სრული დასვენება 2 წლის წინ, მაგრამ მას აიძულებდნენ მუშაობას. ყოველ გადაღებამდე მე ვუკეთებდი მას ინექციას ტკივილგამაყუჩებლით, რომ ის შეძლებდა სცენაზე გამოსვლას. ის იცინოდა კამერის წინ, მაგრამ გასახდელში ისკვნესოდა ტკივილისგან. ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ერთ-ერთ გაზეთში და მან გამოიწვია შოკი, არა იმიტომ, რომ ხალხი შეშფოთდა იპოლიტეს ჯანმრთელობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხალხი განრისხდა ექიმზე, რომელმაც დაარღვია საიდუმლოება. ჭავჭავაძეს დაუწყეს მუქარა, მოსთხოვეს ლიცენზიის ჩამორთმევა და ის იძულებული გახდა საჯაროდ ბოდიში მოეხადა. მაგრამ ის, რაც ჭავჭავაძემ თქვა, იყო ჭეშმარიტება, იპოლიტე ხვიჩია რეალურად კვდებოდა და არავინ არ ხედავდა ამას, რადგან ყველას სურდა მხოლოდ მისი სიცილის ხილვა. რატომ უნდა დაესაჯა ექიმი, რომელმაც სცადა ადამიანის გადარჩენა? რატომ იყო სისტემა უფრო დაინტერესებული საიდუმლოების შენარჩუნებით, ვიდრე ადამიანის სიცოცხლით? და რამდენი სხვა არტისტი კვდებოდა იმავე გზით, მაგრამ მათი ექიმები ინარჩუნებდნენ დუმილს. ამ პუბლიკაციის შემდეგ იპოლიტეს ცხოვრება გახდა კიდევ უფრო რთული, რადგან ახლა ყველა მიცოდა, რომ ის იყო ავად და ეს ცოდნა არ გამოიწვია თანაგრძნობა, ეს გამოიწვია შიში. პროდიუსერები, რომლებიც მანამდე შესაძლოა ფიქრობდნენ იპოლიტესთან მუშაობაზე, ახლა ფიქრობდნენ, რა მოხდება, თუ ის გარდაიცვლება გადაღების დროს. ეს იქნება სკანდალი, ეს იქნება ფინანსური კატასტროფა. ტელევიზიის დირექტორები, რომლებიც მანამდე შესაძლოა განიხილავდნენ მის მოწვევას გადაცემებში, ახლა ფიქრობდნენ, რა მოხდება, თუ ის დაეცემა ეთერში. ეს იქნება საშინელი სურათი. და ასე იპოლიტე ხვიჩია, რომელიც უკვე იყო შავ სიაში როგორც პრობლემური არტისტი, ახლა გახდა კიდევ უფრო არასასურველი, ის გახდა საშიშარი არტისტი, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში გარდაეცვალა და გამოეწვია პრობლემები. იპოლიტე გრძნობდა, რომ ის იყო არა მხოლოდ დავიწყებული, არამედ გარიყული როგორც ავადმყოფი ცხოველი, რომელსაც ნახირი ტოვებს უკან, რომ არ დააინფიციროს სხვები. ამ პერიოდში იპოლიტეს ფინანსური მდგომარეობა მიაღწია კრიტიკულ წერტილს, რადგან მისი დანაზოგი თითქმის ამოიწურა და ის იძულებული გახდა გაეყიდა ის ერთადერთი ფასეული ნივთი, რომელიც მას ჰქონდა, მისი ბინა თბილისის ცენტრში, ბინა, რომელიც მან იყიდა 1970-იანი წლების ბოლოს, როცა ის იყო წარმატების მწვერვალზე. ეს ბინა იყო მისი სიამაყე, მისი მიღწევის სიმბოლო, ის იყო ადგილი, სადაც ის გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, სადაც ის შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთარი თავი. მაგრამ ახლა ის იძულებული იყო ამ ბინის გაყიდვა, რომ გადაეხადა სამედიცინო ხარჯები და ყოველდღიური ხარჯები. როცა იპოლიტემ ხელი მოაწერა გაყიდვის ხელშეკრულებას, ის იჯდა ნოტარიუსის ოფისში და ტიროდა, არა ხმამაღლა, არამედ ჩუმად ცრემლები უშრებოდა მის სახეზე და ნოტარიუსი, რომელიც ხედავდა ამას, არ იცოდა რა ითქვა. ის უბრალოდ უთხრა: ბატონო ხვიჩია, მე ძალიან მწუხვარ. მაგრამ ეს სიტყვები იყო ცარიელი, რადგან ისინი ვერაფერს ცვლიდნენ. იპოლიტე და ნინო გადავიდნენ პატარა ბინაში ქალაქის გარეუბანში, ბინაში, რომელიც იყო ბნელი, ნესტიანი, ცივი.
ეს ბინა იყო საპირისპირო იმისა, რაც მათ ჰქონდათ, იქ არ იყო დიდი ფანჯრები, არ იყო ნათელი ოთახები, არ იყო ის სივრცე, რომელიც იპოლიტეს სჭირდებოდა. მაგრამ ეს იყო ყველაფერი, რაც მათ შეეძლოთ ყიდვა. იპოლიტე იჯდა ამ ახალ ბინაში და უყურებდა კედლებს, რომლებიც იყო ნაპრალებით დაფარული, და ის გრძნობდა, რომ ეს კედლები იყო მეტაფორა მისი ცხოვრებისა, ნაპრალებით დაფარული, იშლებოდა, ინგრეოდა. ნინო ცდილობდა ამ ბინის გაკეთებას უფრო კომფორტულად, ის ჰკიდებდა ფარდებს, დებდა ყვავილებს, ცდილობდა შექმნა სახლის განცდა. მაგრამ იპოლიტე იცოდა, რომ ეს აღარ იყო სახლი, ეს იყო უბრალოდ ადგილი, სადაც ისინი ელოდნენ დასასრულს. ერთ ღამეს, როცა ნინო იძინებდა, იპოლიტე წამოდგა და წავიდა პატარა აივანზე, რომელიც უყურებდა ქუჩას, სადაც იშვიათად გადიოდა მანქანები და სადაც ქუჩის ნათურები იყო ნახევრად გამქრალი. ის იდგა იქ და უყურებდა ცარიელ ქუჩას და ის ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე, როგორ დაიწყო ის ოცნებებით და იმედებით, როგორ გააგრძელა ის ბრძოლით და იმედგაცრუებით და როგორ მთავრდებოდა ის მარტოობით და სიღარიბით. ის ფიქრობდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც მას დაჰპირდნენ დახმარება, მაგრამ გაქრნენ, როცა მას ეს დახმარება რეალურად სჭირდებოდა. ის ფიქრობდა იმ სისტემაზე, რომელმაც მას გამოიყენა როგორც საქონელი და შემდეგ გადააგდო როგორც ნაგავი. ის ფიქრობდა იმ საზოგადოებაზე, რომელმაც მას უყურებდა და იცინოდა, მაგრამ არასოდეს დაინახა მისი ტკივილი. და ის ფიქრობდა თავის თავზე, იმ ახალგაზრდა ბიჭზე, რომელსაც სურდა ყოფილიყო დიდი მსახიობი, და იმ მოხუცზე, რომელიც ახლა იდგა ამ ბნელ აივანზე და ელოდა სიკვდილს. მაგრამ იმ მომენტში, როცა იპოლიტე იდგა იქ და ფიქრობდა ამ ყველაფერზე, მოხდა რაღაც მოულოდნელი, ქუჩაში გამოჩნდა ახალგაზრდა წყვილი, ბიჭი და გოგონა, რომლებიც ატარებდნენ ერთმანეთს ხელში და იცინოდნენ. ისინი გაჩერდნენ იპოლიტეს ბინის ქვეშ და ბიჭმა დაიწყო სიმღერა, ძველი ქართული სიმღერა, რომელიც იპოლიტე იცნობდა თავისი ბავშვობიდან. გოგონა უსმენდა და ღიმოდა და ბიჭი მღეროდა არა იდეალურად, მაგრამ გულწრფელად, სიყვარულით. იპოლიტე უყურებდა მათ და უეცრად იგრძნო რაღაც, რაც მან დიდი ხანი არ იგრძნო, ის იგრძნო სითბო, ის იგრძნო სიხარული, ის იგრძნო იმედი. ეს ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც არ იცოდნენ ვინ იყო იპოლიტე ხვიჩია, რომლებიც არ იცოდნენ მისი ტრაგედია, უბრალოდ ცხოვრობდნენ თავიანთ ცხოვრებას, უბრალოდ უყვარდათ ერთმანეთი, უბრალოდ იყვნენ ბედნიერები. და იპოლიტე მიხვდა, რომ ცხოვრება გრძელდებოდა, არა მისი ცხოვრება, არამედ ცხოვრება საერთოდ. და ეს იყო რაღაც ლამაზი. მეორე დღეს იპოლიტემ გააკეთა რაღაც, რაც მან დიდი ხანი არ გაუკეთებია, ის გავიდა სახლიდან და წავიდა ქალაქის ცენტრში, სადაც ის დადიოდა ქუჩებში და უყურებდა ხალხს. ის ხედავდა ბავშვებს, რომლებიც თამაშობდნენ, ხედავდა მოხუცებს, რომლებიც იჯდნენ სკამებზე და საუბრობდნენ, ხედავდა ახალგაზრდებს, რომლებიც ჩქარობდნენ სადღაც. ის ხედავდა ცხოვრებას, რომელიც გრძელდებოდა მის გარეშე და ეს მას არ აწყენდა, ეს მას ანუგეშებდა. რადგან ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრება რამდენადაც ტრაგიკული იყო მხოლოდ ერთი ცხოვრება მილიონების შორის. და ყველა ამ ცხოვრებას ჰქონდა თავისი ტკივილი, თავისი ბრძოლა, თავისი იმედგაცრუება. ის არ იყო ერთადერთი, ვინც ტანჯვაში იყო. ის იყო მხოლოდ ერთ-ერთი. იპოლიტე შევიდა პატარა კაფეში და შეუკვეთა ჩაი. ის იჯდა ფანჯრის გვერდით და უყურებდა ქუჩას და უეცრად მასთან მივიდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც იყო დაახლოებით 30 წლის. ქალმა უთხრა, ბოდიში, მაგრამ თქვენ ხართ იპოლიტე ხვიჩია? იპოლიტე გაიღიმა და უთხრა, დიახ, მე ვარ. ქალმა უთხრა, მე მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან მიყვარდით, როცა ბავშვი ვიყავი. თქვენ იყავით ჩემი საყვარელი. მე ყოველ კვირას ვუყურებდი თქვენს გადაცემას და ვიცინებოდი. თქვენ მაძლევდით სიხარულს. იპოლიტე უყურებდა ამ ქალს და გრძნობდა, რომ რაღაც შიგნით მასში ძრწოდა. ის უთხრა, მადლობა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ქალმა გაიღიმა და წავიდა და იპოლიტე დარჩა მარტო თავის ჩაისთან. მაგრამ ამ მოკლე საუბარმა რაღაც შეცვალა იპოლიტეში, რადგან ის მიხვდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც მას მოუვიდა, მიუხედავად ყველა ტკივილისა და იმედგაცრუებისა, ის მაინც მისცა რაღაც ხალხს, ის მისცა მათ სიხარული. და თუნდაც ეს სიხარული იყო მოკლე, თუნდაც ეს სიხარული იყო ზედაპირული, ეს მაინც იყო რაღაც. ის მიხვდა, რომ მისი ცხოვრება არ იყო სრულიად უაზრო, ის ჰქონდა მნიშვნელობა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მას უყურებდნენ და იცინოდნენ, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც იკრიბებოდნენ ტელევიზორის წინ და ატარებდნენ დროს ერთად. და თუნდაც ეს არ იყო ის, რაც მას სურდა, თუნდაც ის სურდა ყოფილიყო სერიოზული მსახიობი, არა კომიკოსი, ის მაინც იყო რაღაც. იპოლიტე დაბრუნდა სახლში და უთხრა ნინოს ამ შეხვედრის შესახებ. ნინო ისმენდა და ღიმოდა და ის უთხრა, ხედავ? შენ მაინც მისცი ხალხს რაღაც. შენ მაინც ჰქონდა მნიშვნელობა. იპოლიტემ უთხრა, დიახ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა.
მე მინდოდა უფრო მეტი. ნინომ უპასუხა, მე ვიცი. მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება არ გვაძლევს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ზოგჯერ ცხოვრება გვაძლევს იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ. და შენ მისცი ყველაფერი, რაც შენ შეგეძლო. მაგრამ ამ სიტყვებმა რამდენადაც ნუგეშინის მცემელი იყო, ვერ წაშალა ის ტკივილი, რომელიც იპოლიტე გრძნობდა, რადგან ის კვლავ გრძნობდა, რომ მისი ცხოვრება იყო წარუმატებლობა, რომ ის ვერ მიაღწია თავის ოცნებებს, რომ ის იყო ტყვე იმ როლისა, რომელიც მას მიაკრეს. და ეს გრძნობა არ ქრებოდა, ეს გრძნობა მას მისდევდა ყოველ დღე, ყოველ ღამე, ყოველ მომენტში. და ახლა როცა ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რა ღირს წარმატება, თუ ის მოდის იმ ფასად, რომ შენ კარგავ საკუთარ თავს. რა ღირს აღიარება, თუ ეს აღიარება არის არასწორი აღიარება. და როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევქმნათ სამყარო, სადაც ადამიანებს ექნებათ თავისუფლება იყვნენ ის, ვინც ისინი რეალურად არიან, არა ის, ვინც ჩვენ გვინდა რომ იყვნენ. 1987 წლის შემოდგომაზე, როცა იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდა თავის პატარა ბინაში და ცდილობდა გაგებულიყო თავისი ახალი რეალობით, მოხდა ერთი ინციდენტი, რომელმაც საბოლოოდ გატეხა ის ბოლო იმედი, რომელიც მას ჯერ კიდევ ჰქონდა, იმედი იმისა, რომ ხალხი ოდეს მე. დაინახავდა მას როგორც რეალურ ადამიანს, არა როგორც პერსონაჟს. ამ ინციდენტის ცენტრში იყო ადამიანი, რომელსაც იპოლიტე თავის მეგობრად მიიჩნევდა, მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ შატაიძე, რომელთან ერთად იპოლიტე მუშაობდა თეატრში 20 წლის განმავლობაში. შატაიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ფიგურა საქართველოს თეატრალურ სამყაროში და იპოლიტე ყოველთვის აფასებდა მის აზრს და მის მხარდაჭერას. მაგრამ ამ შემოდგომაზე შატაიძემ მიიღო მონაწილეობა ერთ ტელევიზიურ ინტერვიუში, სადაც მას ჰკითხეს იპოლიტე ხვიჩიას შესახებ და მის ბრძოლაზე სერიოზული როლების მოსაპოვებლად. შატაიძემ, რომელიც იჯდა სტუდიაში კამერების წინ და რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა თავისი ძველი კოლეგა, ამის ნაცვლად თქვა რაღაც, რაც იპოლიტეს გული გაუტეხა. იპოლიტე ხვიჩია არის ძალიან ნიჭიერი კომიკოსი, მაგრამ ის არასოდეს იყო სერიოზული მსახიობი. ის ცდილობდა თამაშოს ტრაგიკულ როლებს, მაგრამ მას არ ჰქონდა ის ღრმა ემოციური დიაპაზონი, რომელიც საჭიროა ასეთი როლებისთვის. ის იყო შექმნილი კომედიისთვის და ის უნდა ყოფილიყო მადლიერი იმისთვის, რაც მას მიეცა. მაგრამ ის ყოველთვის იყო ამბიციური და ყოველთვის სურდა უფრო მეტი, ვიდრე მას შეეძლო. და ეს არის მისი ტრაგედია, არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ მას არ მისცა შანსი, არამედ იმიტომ, რომ ის ვერ მიიღო საკუთარ თავს. ეს სიტყვები, რომლებიც ითქვა ეთერში და რომლებიც მოისმინა ათასობით ადამიანმა, იყო დარტყმა იპოლიტესთვის, არა ფიზიკური დარტყმა, არამედ ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც იყო ბევრად უარესი. რადგან ეს სიტყვები მოვიდა არა უცხო ადამიანისგან, არა კრიტიკოსისგან, არა ჟურნალისტისგან, არამედ ადამიანისგან, რომელსაც იპოლიტე თავის მეგობრად მიიჩნევდა, ადამიანისგან, რომელთან ერთად ის ატარებდა საათობით რეპეტიციებზე, ადამიანისგან, რომელსაც ის ენდობოდა. და ეს ადამიანი, ეთერში მილიონების წინაშე თქვა, რომ იპოლიტე არასოდეს იყო სერიოზული მსახიობი, რომ მას არ ჰქონდა ნიჭი ტრაგიკული როლებისთვის, რომ მისი ტრაგედია იყო არა საზოგადოების ბრალი, არამედ მისი საკუთარი უნარობა საკუთარი თავის მიღებისა. ეს იყო ბრალდება, რომელიც იყო ყველაზე მტკივნეული, რადგან ის ამბობდა, რომ იპოლიტეს პრობლემა იყო არა გარეთ, არამედ შიგნით, არა სისტემაში, არამედ მის თავში. იპოლიტემ ნახა ეს ინტერვიუ ტელევიზორში, რადგან ერთ-ერთმა მეზობელმა მას უთხრა ამის შესახებ და სთხოვა ყურება. როცა ის ისმენდა შატაიძეს სიტყვებს, ის იჯდა თავის პატარა ოთახში და გრძნობდა, რომ რაღაც შიგნით მასში კვდებოდა, არა მისი სხეული, არამედ მისი სული, მისი იმედი, მისი რწმენა იმისა, რომ ოდესმე ვინმე გაიგებდა მას. ის გრძნობდა, რომ თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც მას ყველაზე ახლოს იყვნენ, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობდნენ, არ ხედავდნენ მის რეალურ ტკივილს. ისინი ხედავდნენ მხოლოდ იმას, რასაც ისინი ხედავდნენ, კომიკოს, რომელიც ცდილობდა ყოფილიყო რაღაც სხვა და ვერ ახერხებდა. ისინი არ ხედავდნენ იმ ადამიანს, რომელიც ტანჯვაში იყო, რომელიც ებრძოდა სისტემას, რომელიც ცდილობდა გადარჩენას. როცა ინტერვიუ დასრულდა, იპოლიტე გამორთო ტელევიზორი და იჯდა სიჩუმეში რამდენიმე საათის განმავლობაში. ნინო, რომელიც იყო სამზარეულოში და ამზადებდა ვახშამს, შემოვიდა ოთახში და დაინახა, რომ იპოლიტე იჯდა სიბნელეში და უყურებდა კედელს. ნინომ ჰკითხა, რა მოხდა, იპოლიტემ უპასუხა, ნუგზარმა თქვა, რომ მე არასოდეს ვიყავი სერიოზული მსახიობი. ის თქვა, რომ ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე ვერ მივიღე საკუთარი თავი. ნინო ჩამოჯდა მის გვერდით და უთხრა, იპოლიტე, ნუგზარი არ იცის რაზე საუბრობს. ის არ იცის რა გაიარე შენ. ის არ იცის როგორ ებრძოდი. მაგრამ იპოლიტემ უთხრა, არა ნინო. ნუგზარი იცის. ის იყო იქ. ის ხედავდა ყველაფერს.
და თუ ის ფიქრობს ასე, მაშინ ალბათ ყველა ფიქრობს ასე. ალბათ მე რეალურად ვარ პრობლემა. ალბათ მე რეალურად ვერ მივიღე საკუთარი თავი. ამ საუბრის შემდეგ იპოლიტე გახდა კიდევ უფრო დახურული და იზოლირებული, რადგან ის მიხვდა, რომ თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც ის თავის მეგობრებად მიიჩნევდა, რეალურად არ იყვნენ მისი მხარეს. ისინი იყვნენ სისტემის მხარეს, იყვნენ იმ ნარატივის მხარეს, რომელიც ამბობდა, რომ იპოლიტე ხვიჩია იყო უბრალოდ კომიკოსი, რომელიც ცდილობდა ყოფილიყო რაღაც სხვა და ვერ ახერხებდა. ისინი არ იყვნენ მზად დაენახათ, რომ პრობლემა იყო არა იპოლიტეში, არამედ სისტემაში, რომელიც არტისტებს აქცევდა საქონლად და არ აძლევდა მათ თავისუფლებას, იყვნენ ის, ვინც ისინი რეალურად იყვნენ. ამ პერიოდში იპოლიტეს ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან სტრესი და დეპრესია, რომელიც მას ჰქონდა, აძლიერებდა მის ფიზიკურ პრობლემებს. მას ჰქონდა მუდმივი ტკივილები გულში, სუნთქვის სირთულეები და ექიმები აფრთხილებდნენ, რომ მისი მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაგრამ იპოლიტე აღარ ცდილობდა მკურნალობას, ის უბრალოდ იღებდა ტკივილგამოყუჩებლებს და ცდილობდა გადარჩენას ყოველ დღეს. ნინო ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ ის წასულიყო საავადმყოფოში, მაგრამ იპოლიტე უარს ამბობდა. ის ამბობდა, რა აზრი აქვს. ექიმები მეტყვიან იმავეს, რასაც ყოველთვის მეუბნებიან, რომ მე უნდა დავისვენო, რომ მე უნდა შევწყვიტო სტრესი. მაგრამ როგორ შემიძლია შევწყვიტო სტრესი, როცა ჩემი მთელი ცხოვრება არის სტრესი? ერთ დღეს, 1987 წლის ზამთარში იპოლიტეს დაურეკა თამარ ჯავახიშვილმა, იმ ჟურნალისტმა, რომელმაც წლის წინ დაწერა სტატია „მასხარას ცრემლები“. თამარმა უთხრა, რომ ის აპირებდა დოკუმენტური ფილმის გაკეთებას იპოლიტეს შესახებ და სთხოვა მას მონაწილეობა. იპოლიტე თავიდან უარს ამბობდა, რადგან ის აღარ სურდა საჯარო ყოფნა, აღარ სურდა თავისი ისტორიის გაზიარება. მაგრამ თამარი იყო მდგრადი. ის უთხრა, იპოლიტე, ეს არის შენი შანსი, რომ ხალხმა გაიგოს შენი რეალური ისტორია. ეს არის შენი შანსი, რომ ხალხმა დაინახოს შენ არა როგორც კუკური, არამედ როგორც იპოლიტე ხვიჩია. გთხოვ, ნუ გამოტოვებ ამ შანსს. იპოლიტე ფიქრობდა რამდენიმე დღის განმავლობაში და საბოლოოდ დათანხმდა, რადგან ის გრძნობდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ბოლო შანსი იმისა, რომ ჭეშმარიტება ამოეღო, ბოლო შანსი იმისა, რომ ხალხმა გაეგო რა რეალურად ხდებოდა მის ცხოვრებაში. თამარმა მოვიდა იპოლიტეს ბინაში კამერასთან ერთად და დაიწყო გადაღება. ის სვამდა კითხვებს და იპოლიტე პასუხობდა, ნელა, ფრთხილად, ზოგჯერ ცრემლებით. ის საუბრობდა თავის ბავშვობაზე, თავის ოცნებებზე, თავის ბრძოლაზე, თავის იმედგაცრუებაზე. ის საუბრობდა იმაზე, როგორ გრძნობდა თავს, როცა მას ამბობდნენ, რომ ის იყო მხოლოდ კომიკოსი, როგორ გრძნობდა თავს, როცა მას იძულებით აყენებდნენ სცენაზე, როცა ის იყო ავად. ის საუბრობდა იმაზე, როგორ გრძნობდა თავს, როცა ხალხი მას ქუჩაში ხედავდა და იცინოდა, როგორ გრძნობდა თავს, როცა მისი ყველაზე ახლო მეგობრები მას უღალატებდნენ. გადაღება გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს თამარმა ჰკითხა, იპოლიტე, თუ შენ შეგეძლო რაიმე შეცვლა შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი? იპოლიტე ფიქრობდა რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ უთხრა, მე არაფერს შევცვლიდი. რადგან თუ მე შევცვლი რაიმეს, მე აღარ ვიქნები ის, ვინც მე ვარ. და მიუხედავად ყველაფრისა, რაც მე გავიარე, მიუხედავად ყველა ტკივილისა და იმედგაცრუებისა, მე მაინც ვარ იპოლიტე ხვიჩია. და ეს არის ის, რაც მე მაქვს. ეს არის ის, რაც არავინ ვერ წამართმევს. ეს სიტყვები, რომლებიც ითქვა კამერის წინ, იყო იპოლიტეს ბოლო განცხადება იმისა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც მას მოუვიდა, ის მაინც რჩებოდა საკუთარი თავი, ის მაინც რჩებოდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ღირსება, რომელსაც ჰქონდა იდენტობა, რომელსაც ჰქონდა სული. და ეს იყო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არა წარმატება, არა აღიარება, არა ფული, არამედ უნარი დარჩენილიყო საკუთარი თავი მიუხედავად ყველაფრისა. და ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რა ღირს იდენტობა, რა ღირს ღირსება. და როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, შევქმნათ სამყარო, სადაც ადამიანებს არ მოუწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ დარჩნენ საკუთარი თავი. 1988 წლის გაზაფხულზე, როცა თამარ ჯავახიშვილის დოკუმენტური ფილმი იპოლიტე ხვიჩიას შესახებ უკვე იყო მონტაჟის ბოლო ეტაპზე, მოხდა რაღაც, რაც საბოლოოდ დაბლოკა ამ ფილმის გამოსვლა და დამარხა ის ჭეშმარიტება, რომელსაც იპოლიტე ცდილობდა გაზიარებულიყო, ფილმის ფინანსური მხარდამჭერი, ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც ასევე ფლობდა რამდენიმე ტელევიზიურ არხს და რომელსაც ჰქონდა ახლო ურთიერთობა გიორგი მესხიშვილთან. უეცრად გამოიწვია თამარი თავის ოფისში და უთხრა, რომ ისწყვეტდა ფინანსირებას. მიზეზი, რომელიც მან დაასახელა, იყო არასაკმარისი კომერციული პოტენციალი, მაგრამ რეალური მიზეზი იყო სხვა. მესხიშვილმა, რომელმაც გაიგო ამ ფილმის შესახებ, მოახდინა ზეწოლა ყველა თავის კონტაქტზე, რომ არავინ დაეხმარა ამ პროექტს.
რადგან ეს ფილმი აჩვენებდა იმ სისტემის რეალურ სახეს, რომელშიც მესხიშვილი თავად იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, სისტემის, რომელიც არტისტებს აქცევდა საქონლად, რომელიც მათ იყენებდა და შემდეგ გადააგდებდა როგორც ნაგავს. თამარი ცდილობდა მოეძებნა ალტერნატიული ფინანსირება, ცდილობდა დაეკავშირებინა სხვა პროდიუსერები, მაგრამ ყველა მას პასუხობდა ერთნაირად, ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, ჩვენ არ გვინდა პრობლემები, შესაძლოა მოგვიანებით. და ასე, ფილმი, რომელიც უნდა ყოფილიყო იპოლიტეს ხმა, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი ჭეშმარიტების გამოვლენა, დარჩა დაუმთავრებელი, დამარხული არქივში, სადაც არავინ ვერასოდეს ნახავდა მას. ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმა რეალურად დაბლოკეს ეს ფილმი? რამდენი სხვა ისტორია დარჩა დაუმთავრებელი, დამარხული, დავიწყებული, რადგან ძლიერი ადამიანები არ სურდათ, რომ ჭეშმარიტება გამოსულიყო ზედაპირზე? და როდის შეწყვეტს ეს სისტემა თავისი მსხვერპლების დუმილს? როცა თამარმა უთხრა იპოლიტეს, რომ ფილმი არ გამოვიდოდა, იპოლიტე იჯდა თავის პატარა ბინაში და უბრალოდ დაუკრა თავი, თითქოს ის ელოდა ამ ამბავს, თითქოს ის იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. ის უთხრა თამარს, მე ვიცოდი. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი არ დაუშვებდნენ ამას. ისინი არასოდეს არ დაუშვებენ, რომ ჭეშმარიტება გამოვიდეს. რადგან ჭეშმარიტება საშიშია მათთვის. ჭეშმარიტება აჩვენებს, თუ როგორები არიან ისინი რეალურად. თამარი ცდილობდა მის დამშვიდებას, ცდილობდა ეთქვა, რომ ის არ შეწყვეტდა ბრძოლას, რომ ის მოიძებნდა სხვა გზას ამ ფილმის გამოსაშვებად. მაგრამ იპოლიტე უთხრა, თამარ, შენ ახალგაზრდა ხარ. შენ გაქვს მთელი ცხოვრება წინ. ნუ გაანადგურებ შენს კარიერას ჩემი გამო. მე უკვე დამთავრებული ვარ. მაგრამ შენ არა. წადი და გააკეთე რაღაც სხვა, რაღაც რაც არ გაგანადგურებს. თამარი ტიროდა, მაგრამ იპოლიტე აღარ ტიროდა, ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა ფანჯარას, სადაც გარეთ იწყებოდა წვიმა. ამ მომენტიდან იპოლიტე ხვიჩია შევიდა თავის ცხოვრების ბოლო ფაზაში, რომელიც შეიძლება ეწოდოს ჩუმი კვდომა, რადგან ის აღარ ებრძოდა, აღარ ცდილობდა, აღარ ელოდა რაიმეს. ის უბრალოდ ცხოვრობდა ყოველ დღეს, ელოდა როდის მოვიდოდა დასასრული. მისი დღეები გადიოდა ერთნაირად, ის იღვიძებდა გვიან დილით, იჯდა თავის კაბინეტში და კითხულობდა ძველ წიგნებს, ზოგჯერ უყურებდა ძველ ფოტოებს, ზოგჯერ უბრალოდ იჯდა და უყურებდა კედელს. ნინო ცდილობდა მასთან საუბარს, ცდილობდა მის ჩართვას რაიმე საქმიანობაში, მაგრამ იპოლიტე თითქოს აღარ იყო იქ, ის იყო ფიზიკურად იქ, მაგრამ ემოციურად ის უკვე იყო სადღაც სხვაგან, სადაც ტკივილი აღარ აღწევდა მას. ერთ დღეს 1989 წლის ზაფხულში იპოლიტეს დაურეკა ძველმა მეგობარმა, მსახიობმა, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში 40 წლის წინ. მეგობარმა უთხრა, რომ მათი კურსი აპირებდა შეხვედრას, რეუნიონს, სადაც ყველა ძველი კლასელი შეიკრიბებოდა და იხსენებდა ძველ დროს. მან სთხოვა იპოლიტეს მოსვლა. იპოლიტე თავიდან უარს ამბობდა, რადგან ის არ სურდა ხალხის ხილვა, არ სურდა კითხვების მოსმენა, არ სურდა თანაგრძნობის ან რაც უარესია, მიზანმიმართული უგულებელყოფის გრძნობა. მაგრამ მეგობარი იყო მდგრადი და საბოლოოდ იპოლიტემ დათანხმდა იმედით, რომ შესაძლოა ეს იქნებოდა კარგი, შესაძლოა ძველი სახეების ხილვა მას რაღაც სითბოს მოუტანდა. რეუნიონი გაიმართა ერთ-ერთ რესტორანში და როცა იპოლიტე შევიდა, ის დაინახა დაახლოებით 20 ადამიანი, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ახალგაზრდა, ენერგიული, სავსე ოცნებებით და ახლა იყვნენ მოხუცები, ზოგი წარმატებული, ზოგი არა, მაგრამ ყველა მათგანი ატარებდა იმ წლების ტვირთს. ხალხი მას მიესალმა, ზოგიერთი მას ჩაეხუტა, ზოგიერთი უბრალოდ ჩამოართვა ხელი. ისინი იჯდნენ მაგიდასთან და იწყებდნენ საუბარს, იხსენებდნენ ძველ რეპეტიციებს, ძველ სპექტაკლებს, ძველ პროფესორებს. ისინი იცინოდნენ, ისინი ტიროდნენ, ისინი ატარებდნენ ერთმანეთს ძველ ფოტოებს. და იპოლიტე იჯდა იქ და უსმენდა, მაგრამ ის გრძნობდა, რომ ის არ იყო ნაწილი ამ ჯგუფისა, ის იყო გარეშე, ის იყო უცხო, ის იყო ჩრდილი. ერთ მომენტში ერთ-ერთმა მათგანმა, მსახიობმა, რომელიც გახდა წარმატებული რეჟისორი, მიმართა იპოლიტეს და უთხრა, იპოლიტე, შენ იყავი ყველაზე ნიჭიერი ჩვენს კურსში. ჩვენ ყველა ვფიქრობდით, რომ შენ გახდებოდი ყველაზე დიდი მსახიობი. რა მოხდა? ეს კითხვა, რომელიც ითქვა უბრალოდ გულწრფელად იყო როგორც დანა იპოლიტეს გულში, რადგან ის აჩვენებდა, რომ თუნდაც მისი ძველი კლასელები, ადამიანები, რომლებიც მას იცნობდნენ, ყველაზე კარგად არ ესმოდათ, რა რეალურად მოხდა მის ცხოვრებაში. ისინი ხედავდნენ მხოლოდ შედეგს, იპოლიტე ხვიჩია, რომელიც გახდა კუკური და არა დიდი მსახიობი. ისინი არ ხედავდნენ პროცესს, ბრძოლას, უარს, ექსპლუატაციას, ტკივილს. იპოლიტე უყურებდა ამ ადამიანს და ცდილობდა იპოვოს სიტყვები, რომლებიც ახსნიდნენ ყველაფერს, მაგრამ ის ვერ პოულობდა ამ სიტყვებს, რადგან როგორ შეიძლებოდა ახსნილიყო 40 წლის ტრაგედია რამდენიმე წინადადებაში.
როგორ შეიძლებოდა ახსნილიყო ის, რაც მას მოუვიდა ადამიანებისთვის, რომლებიც არ იყვნენ იქ, რომლებიც არ ხედავდნენ, რომლებიც არ გრძნობდნენ? ის უბრალოდ უთხრა, ცხოვრება მოხდა. ზოგჯერ ცხოვრება არ მიდის ისე, როგორც ჩვენ ველით. და ეს იყო ყველაფერი, რაც მას შეეძლო თქმა. საღამო გაგრძელდა და ხალხი აგრძელებდა საუბარს, სიცილს, მოგონებების გაზიარებას. მაგრამ იპოლიტე გრძნობდა, რომ ის ვერ რჩებოდა იქ უფრო დიდხანს, ის გრძნობდა, რომ ის იხრჩობოდა იმ ხალხის შორის, რომლებიც ჰგონიათ, რომ ისინი მას იცნობდნენ, მაგრამ რეალურად არ იცნობდნენ. ის წამოდგა და უთხრა, რომ მას სჭირდებოდა წასვლა, რომ ის არ გრძნობდა თავს კარგად. ხალხი ცდილობდა მის დარჩენას, მაგრამ იპოლიტე იყო მტკიცე. ის გავიდა რესტორნიდან და დადიოდა ქუჩებში რამდენიმე საათის განმავლობაში, უბრალოდ დადიოდა, უყურებდა ქალაქს, რომელიც ცხოვრობდა თავის ცხოვრებას, უყურებდა ადამიანებს, რომლებიც ჩქარობდნენ სადღაც, უყურებდა ნათურებს, რომლებიც ანთებდნენ ფანჯრებში. და ის გრძნობდა, რომ ის იყო მოჩვენება ამ ქალაქში, მოჩვენება, რომელიც დადიოდა, მაგრამ არავინ არ ხედავდა მას. როცა ის დაბრუნდა სახლში, ნინო ელოდა მას და ჰკითხა, როგორ იყო შეხვედრა. იპოლიტემ უთხრა, ეს იყო როგორც ვიზიტი წარსულში, მაგრამ წარსული, რომელიც აღარ არსებობს. ის ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ვიყავით. ჩვენ ყველა შევიცვალეთ. ჩვენ ყველა დავკარგეთ რაღაც გზაზე. და ახლა ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ გავიხსენოთ ის, რაც ოდესღაც ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით კვლავ ის. ნინო ჩაეხუტა მას და უთხრა, იპოლიტე, შენ ჯერ კიდევ ხარ ის, ვინც შენ იყავი. შენ ჯერ კიდევ ხარ იპოლიტე ხვიჩია. მაგრამ იპოლიტე არ იყო დარწმუნებული ამაში, ის არ იყო დარწმუნებული, თუ ვინ იყო ის რეალურად, თუ რა დარჩა მისგან ამ ყველა წლის შემდეგ. 1989 წლის შემოდგომაზე იპოლიტეს ჯანმრთელობა მიაღწია იმ წერტილს, როცა ექიმებმა უთხრეს ნინოს, რომ მას დარჩა მხოლოდ რამდენიმე თვე, შესაძლოა რამდენიმე კვირა. მისი გული იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შეწყვეტილიყო მუშაობა. ექიმები გვთავაზობდნენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ იპოლიტე უარს ამბობდა, ის ამბობდა, რომ ის სურდა სიკვდილის სახლში, არა საავადმყოფოში, სურდა სიკვდილი თავის საწოლში, არა უცხო პალატაში. ნინო ცდილობდა მის დარწმუნებას, მაგრამ იპოლიტე იყო მტკიცე და საბოლოოდ ნინომ მიიღო მისი გადაწყვეტილება, რადგან ის ესმოდა, რომ იპოლიტეს სჭირდებოდა კონტროლი თავის ბოლო დღეებზე, სჭირდებოდა ღირსება თავის ბოლო მომენტებში. ამ ბოლო კვირების განმავლობაში იპოლიტე ატარებდა უმეტეს დროს თავის საწოლში, სადაც ისითვა და უყურებდა ჭერს, ზოგჯერ კითხულობდა, ზოგჯერ უბრალოდ ფიქრობდა. ნინო იჯდა მის გვერდით და უჭერდა ხელს, ზოგჯერ კითხულობდა მისთვის, ზოგჯერ უბრალოდ იჯდა სიჩუმეში. ისინი არ საუბრობდნენ ბევრს, რა უნდა ეთქვათ იმ მომენტში, როცა ყველაფერი უკვე ნათქვამი იყო. მაგრამ ზოგჯერ იპოლიტე იწყებდა საუბარს თავის ცხოვრებაზე, თავის მოგონებებზე. ის იხსენებდა თავის ბავშვობას ქუთაისში, იხსენებდა თავის პირველ სპექტაკლს სკოლაში, იხსენებდა თავის პირველ დღეს თეატრალურ ინსტიტუტში. ის იხსენებდა იმ მომენტს, როცა მან პირველად იგრძნო, რომ ის იყო მსახიობი, იმ მომენტს, როცა ის იდგა სცენაზე და გრძნობდა, რომ ის იყო სახლში. ერთ ღამეს, როცა ნინო იძინებდა სკამზე მის გვერდით, იპოლიტე გაიღვიძა და უყურებდა მას, ამ ქალს, რომელიც იყო მასთან 50 წლის განმავლობაში, რომელიც იყო მასთან ყველა კარგ და ცუდ მომენტში, რომელიც არასოდეს არ მიატოვა მას თუნდაც მაშინ, როცა ყველა სხვა მას ტოვებდა. ის უყურებდა მას და გრძნობდა უზარმაზარ მადლიერებას და უზარმაზარ მწუხარებას, მადლიერებას იმისთვის, რომ ის ჰყავდა ეს ადამიანი თავის ცხოვრებაში და მწუხარებას იმისთვის, რომ ის ტოვებდა მას. ის ცდილობდა არ გაეღვიძებინა ის, მაგრამ ნინო გაიღვიძა, თითქოს ის გრძნობდა მის მზერას. ის გახსნა თვალები და დაინახა, რომ იპოლიტე უყურებდა მას. ის ჰკითხა, რა ხდება, იპოლიტემ უთხრა, მე უბრალოდ მინდოდა გეთქვა მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ შენ იყავი ჩემთან. მადლობა იმისთვის, რომ შენ არასოდეს არ მიმიტოვე. მადლობა იმისთვის, რომ შენ მინახე ის, ვინც მე რეალურად ვიყავი. ნინო ტიროდა და უთხრა, იპოლიტე, შენ არ უნდა მადლობდე. მე ვიყავი ბედნიერი შენთან. მე ვიყავი ამაკი შენით. და მე ყოველთვის ვიქნები. 1989 წლის ოქტომბრის 30 დღეს, გვიან ღამით, იპოლიტე ხვიჩიას გული შეწყვიტა მუშაობა. ის ითვა თავის საწოლში, ნინო იჯდა მის გვერდით და უჭერდა ხელს. ის არ ყვიროდა, არ ტანჯავდა, ის უბრალოდ ჩუმად გაჩერდა, თითქოს ის უბრალოდ დაიძინა. ნინო გრძნობდა, როგორ მისი ხელი ცივდებოდა, როგორ მისი სუნთქვა ჩერდებოდა. ის იჯდა იქ რამდენიმე წუთის განმავლობაში, უჭერდა მის ხელს, ტიროდა ჩუმად. შემდეგ ის წამოდგა და დაურეკა სასწრაფო დახმარებას, თუმცა ის იცოდა, რომ უკვე გვიან იყო.
როცა სასწრაფო დახმარება მოვიდა და ექიმებმა დაადასტურეს სიკვდილი, ნინო იჯდა სამზარეულოში და უყურებდა ფანჯარას, სადაც გარეთ იწყებოდა განთიადი. ის ფიქრობდა იპოლიტეზე, არა როგორც კუკურზე, არა როგორც კომიკოსზე, არამედ როგორც ადამიანზე, რომელსაც ის უყვარდა, ადამიანზე, რომელიც იყო მისი ქმარი, მისი მეგობარი, მისი ოჯახი. ის ფიქრობდა იმ ყველა წელზე, რომლებიც მათ ერთად გაატარეს, იმ ყველა მომენტზე, კარგ და ცუდ. და ის ფიქრობდა იმაზე, რომ ახლა იპოლიტე იყო თავისუფალი იმ ტკივილისგან, რომელიც მას ტანჯავდა, თავისუფალი იმ ბრძოლისგან, რომელიც მას იხრჩობდა, თავისუფალი იმ სამყაროსგან, რომელმაც მას არასოდეს გაუგო. იპოლიტე ხვიჩიას სიკვდილის შესახებ ამბავი გავრცელდა სწრაფად და მეორე დღეს ყველა გაზეთი წერდა მის შესახებ. მაგრამ სათაურები იყო ის, რაც ნინო ელოდა, გარდაიცვალა საყვარელი კუკურის, საქართველომ დაკარგა თავისი ყველაზე სახალისო კომიკოსი იპოლიტე ხვიჩია, კაცი, რომელიც ქვეყანას აცინებდა. არც ერთი სტატია არ წერდა იმაზე, რაც რეალურად იყო იპოლიტეს ცხოვრება, ბრძოლაზე, ტკივილზე, იმედგაცრუებაზე. არც ერთი სტატია არ წერდა იმაზე, რომ იპოლიტე ხვიჩია იყო არა მხოლოდ კუკური, არამედ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები, რომელსაც ჰქონდა ნიჭი, რომელსაც ჰქონდა ღირსება. ხალხი კითხულობდა ამ სტატიებს და იხსენებდა იპოლიტეს როგორც სახალისო კომიკოსს, არა როგორც ტრაგიკულ ფიგურას. დაკრძალვა გაიმართა რამდენიმე დღის შემდეგ და იქ მოვიდა ბევრი ადამიანი, ძველი კოლეგები, მეგობრები, ფანები. ისინი იდგნენ საფლავთან და ტიროდნენ, იხსენებდნენ იპოლიტეს, ამბობდნენ რამდენად ბევრს ნიშნავდა ის მათთვის. მაგრამ ნინო, რომელიც იდგა იქ და უსმენდა ამ სიტყვებს, გრძნობდა, რომ ეს ადამიანები არ იცნობდნენ რეალურ იპოლიტეს, ისინი იცნობდნენ მხოლოდ იმ იმიჯს, რომელიც მას მიაკრეს. ისინი იცნობდნენ კუკურს, არა იპოლიტე ხვიჩიას. დაკრძალვის შემდეგ ნინო დაბრუნდა სახლში და წავიდა იპოლიტეს კაბინეტში, სადაც ის იპოვა ის ყველა ნივთი, რომელიც იპოლიტე ინახავდა, ძველი წიგნები, ძველი ფოტოები, ძველი სცენარები. და იქ, მაგიდის უჯრაში, ის იპოვა რვეული, რომელშიც იპოლიტე წერდა თავის ფიქრებს ბოლო წლების განმავლობაში. ნინომ გახსნა ეს რვეული და დაიწყო კითხვა და იქ ის იპოვა სიტყვები, რომლებიც იპოლიტემ დაწერა რამდენიმე კვირით თავისი სიკვდილის წინ. მე ვიცი, რომ როცა მე წავალ, ხალხი დამიხსენებს როგორც კუკურს. ისინი დამიხსენებენ როგორც კომიკოსს, რომელიც მათ აცინებდა. მაგრამ მე მინდა, რომ ვინმე მიცოდეს, მე ვიყავი უფრო მეტი ვიდრე ეს. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები, რომელსაც ჰქონდა ტკივილი, რომელსაც ჰქონდა სული. მე ვებრძოდი იმისთვის, რომ მე ყოფილიყავი ის, ვინც მე რეალურად ვიყავი, მაგრამ სამყარო არ იყო მზად ამისთვის. სამყარო სურდა მხოლოდ სიცილი, არა ცრემლები. სამყარო სურდა მხოლოდ კუკური, არა იპოლიტე ხვიჩია. და ახლა როცა მე ვტოვებ ამ სამყაროს, მე ვტოვებ მას იმ რწმენით, რომ შესაძლოა ოდესმე, შესაძლოა ვინმე გაიგებს. შესაძლოა ოდესმე ვინმე დაინახავს იმას, რაც მე რეალურად ვიყავი. და შესაძლოა ეს იქნება საკმარისი. ნინო კითხულობდა ამ სიტყვებს და ტიროდა, რადგან ის ესმოდა, რომ იპოლიტე წავიდა იმ იმედით, რომ ოდესმე ვინმე გაიგებდა მას, იმ იმედით, რომ მისი ცხოვრება არ იყო სრულიად უაზრო. და ნინომ გადაწყვიტა, რომ ის გააკეთებდა ყველაფერს, რაც მას შეეძლო, რომ ეს იმედი გამხდარიყო რეალობა, რომ ხალხმა გაეგო იპოლიტეს რეალური ისტორია, რომ ხალხმა დაენახა ის, ვინც ის რეალურად იყო. მაგრამ წლები გადიოდა და ნინო ხედავდა, რომ ხალხი აგრძელებდა იპოლიტეს, მხოლოდ როგორც კუკურის დახსენებას. ტელევიზია აგრძელებდა მისი ძველი გადაცემების ჩვენებას და ბავშვები აგრძელებდნენ სიცილს. არავინ არ საუბრობდა იმაზე, რაც რეალურად იყო იპოლიტეს ცხოვრება. არავინ არ საუბრობდა მის ბრძოლაზე, მის ტკივილზე, მის ტრაგედიაზე. და ნინო გრძნობდა, რომ ის კარგავდა ამ ბრძოლას იპოლიტეს მეხსიერებისთვის, ბრძოლას ჭეშმარიტებისთვის. 1002 წელს, 3 წლის შემდეგ იპოლიტეს სიკვდილის შემდეგ, ნინო გადაწყვიტა გაეკეთებინა ერთი ბოლოც და ის დაუკავშირდა თამარ ჯავახიშვილს, იმ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა დოკუმენტური ფილმის გაკეთებას იპოლიტეზე და მისცა მას ყველა ის მასალა, რომელიც მას ჰქონდა, იპოლიტეს რვეულები, მისი წერილები, მისი ფოტოები. ის სთხოვა თამარს, რომ ის კვლავ სცადოს ამ ფილმის გაკეთება, რომ ის არ შეწყვიტოს ბრძოლა. თამარმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე იყო გამოცდილი ჟურნალისტი და რომელსაც ჰქონდა უფრო მეტი რესურსები, დათანხმდა. ის დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე, რომელიც ეძღვნებოდა იპოლიტე ხვიჩიას რეალურ ისტორიას. მაგრამ როცა ფილმი იყო მზად და თამარმა სცადა მისი გამოშვება, ის კვლავ შეხვდა წინააღმდეგობას, ტელევიზიური არხები უარს ამბობდნენ მის ჩვენებაზე, კინოთეატრები უარს ამბობდნენ მის ჩვენებაზე. მიზეზი იყო ის, რომ ეს ფილმი იყო ძალიან ბნელი, ძალიან დეპრესიული, ძალიან კრიტიკული. ხალხს სურდა იხსენებდნენ იპოლიტე ხვიჩიას როგორც სახალისო კომიკოსს, არა როგორც ტრაგიკულ ფიგურას.
ხალხს სურდა სიცილი, არა ცრემლები. და ასე, ფილმი, რომელიც უნდა ყოფილიყო იპოლიტეს ხმა, კვლავ დარჩა დამარხული. ნინო, რომელმა გაიგო ეს ამბავი, იჯდა თავის პატარა ბინაში და გრძნობდა, რომ ის საბოლოოდ დამარცხდა იმ ბრძოლაში, რომელსაც ის აწარმოებდა იპოლიტეს მეხსიერებისთვის. მაგრამ შემდეგ ის გაიხსენა ის სიტყვები, რომლებიც იპოლიტემ დაწერა თავის რვეულში, შესაძლოა ოდესმე ვინმე გაიგებს. და ნინომ მიხვდა, რომ ის არ უნდა შეწყვიტოს, რომ ის უნდა აგრძელოს ბრძოლა, რომ ის უნდა აგრძელოს ცდა, რადგან შესაძლოა ოდესმე, შესაძლოა ვინმე რეალურად გაიგებდა. და ახლა დღეს, როცა ჩვენ ვიხსენებთ იპოლიტე ხვიჩიას, ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, ვინ იყო ის რეალურად. იყო ის მხოლოდ კუკური, სახალისო კომიკოსი, რომელიც ჩვენ აცინებდა. თუ იყო ის რაღაც უფრო მეტი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები, რომელსაც ჰქონდა ტკივილი, რომელიც ებრძოდა სისტემას, რომელიც ცდილობდა იყოს ის, ვინც ის რეალურად იყო? და თუ ჩვენ ვიღებთ მეორე ვარიანტს, თუ ჩვენ ვიღებთ, რომ იპოლიტე ხვიჩია იყო ადამიანი, რომელიც ტანჯვაში იყო, რომელიც ებრძოდა, რომელიც ცდილობდა, მაშინ ჩვენ უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, რა ვალდებულება გვაქვს ჩვენ როგორც საზოგადოებას? რა ვალდებულება გვაქვს ჩვენ მის მიმართ და მის მიმართ ყველა სხვა არტისტის, რომლებიც იყვნენ და არიან იმავე მდგომარეობაში? გიორგი მესხიშვილი, პროდიუსერი, რომელმაც იპოლიტე ექსპლუატაციაში ჰქონდა და რომელმაც მას ცხოვრება გაუძნელა, გააგრძელა თავისი ბიზნესი და გახდა კიდევ უფრო მდიდარი და გავლენიანი. ის არასოდეს არ მოინანია იმისთვის, რაც მან გააკეთა იპოლიტესთან. ის არასოდეს არ აღიარა, რომ მას ჰქონდა რაიმე პასუხისმგებლობა იპოლიტეს ტრაგედიაში. ის აგრძელებდა მუშაობას სხვა არტისტებთან, აგრძელებდა მათ გამოყენებას როგორც საქონელს, აგრძელებდა მათ ექსპლუატაციას. და არავინ არ აჩერებდა მას, რადგან სისტემა, რომელშიც ის მუშაობდა, იყო სისტემა, რომელიც იცავდა ძლიერებს და სწირავდა სუსტებს. ნუგზარ შატაიძე, რეჟისორი, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ იპოლიტე არასოდეს იყო სერიოზული მსახიობი, გააგრძელა თავისი კარიერა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ფიგურა საქართველოს თეატრალურ სამყაროში. ის არასოდეს არ ბოდიში მოიხადა იმ სიტყვებისთვის, რომლებიც მან თქვა იპოლიტეზე. ის არასოდეს არ აღიარა, რომ შესაძლოა ის ცდებოდა. ის აგრძელებდა ცხოვრებას თავისი ცხოვრებით, აგრძელებდა მუშაობას თავის პროექტებზე და არავინ არ ეკითხებოდა მას იმ სიტყვების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყო იპოლიტეს ბოლო დღეების გაძნელებას. და ეს არის ის, რაც ყველაზე ტრაგიკულია ამ ისტორიაში, არა მხოლოდ ის, რომ იპოლიტე ხვიჩია ტანჯვაში იყო და გარდაიცვალა ნაწყენი, არამედ ის, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ხელი შეუწყეს მის ტრაგედიას, არასოდეს არ დასჯილან, არასოდეს არ მოინანიეს, არასოდეს არ აღიარეს თავიანთი პასუხისმგებლობა. ისინი გააგრძელეს ცხოვრება, გააგრძელეს წარმატება, გააგრძელეს გავლენა. და სისტემა, რომელმაც შექმნა ეს ტრაგედია, გააგრძელა არსებობა, გააგრძელა ახალი მსხვერპლების შექმნა. მეგობრებო, ახლა როცა თქვენ გაიგეთ იპოლიტე ხვიჩიას რეალური ისტორია, როცა თქვენ დაინახეთ ის, რაც იყო მასხარას ნიღბის უკან, მე მინდა ვკითხოთ თქვენ, როგორ აფასებთ თქვენ იპოლიტე ხვიჩიას? იყო ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელმაც მას გამოიყენა და გადააგდო? იყო ის მსხვერპლი იმ საზოგადოებისა, რომელმაც მას მხოლოდ ერთი როლი მიუჩინა და არასოდეს მისცა შანსი იყოს რაღაც სხვა? თუ იყო ის თავად პასუხისმგებელი თავის ბედზე, როგორც ზოგიერთი ამბობდა, იყო ის უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ვერ მიიღო საკუთარი თავი და ვერ იპოვა ბედნიერება იმაში, რაც მას მიეცა. მე მჯერა, რომ იპოლიტე ხვიჩია იყო მსხვერპლი სისტემისა, რომელიც არტისტებს აქცევს საქონლად, მსხვერპლი საზოგადოებისა, რომელიც ადამიანებს აქცევს როლებად და არ აძლევს მათ თავისუფლებას იყვნენ ის, ვინც ისინი რეალურად არიან. მაგრამ ის იყო ასევე გმირი, რომელიც ებრძოდა ამ სისტემას, რომელიც ცდილობდა დარჩენილიყო საკუთარი თავი მიუხედავად ყველაფრისა, რომელიც არასოდეს არ დანებდა თავის ოცნებებს, თუნდაც მაშინ, როცა მთელი სამყარო მას ამბობდა, რომ ეს ოცნებები იყო შეუძლებელი. და ახლა, როცა ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი, ჩვენ გვაქვს არჩევანი, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ იპოლიტე ხვიჩიას დახსენება მხოლოდ როგორც კუკურისა, მხოლოდ როგორც სახალისო კომიკოსისა, ან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მისი დახსენება როგორც ის, ვინც ის რეალურად იყო, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები, რომელსაც ჰქონდა ტკივილი, რომელიც ებრძოდა, რომელიც ცდილობდა, რომელიც არასოდეს არ დანებდა. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, იყო თუ არა იპოლიტე ხვიჩია მსხვერპლი სისტემისა, თუ თავად იყო პასუხისმგებელი თავის ბედზე? ახსოვს თუ არა თქვენს ქალაქში, თქვენს სოფელში ის რეალური იპოლიტე, თუ მხოლოდ კუკური? მოგწერეთ თქვენი მოგონებები, თქვენი აზრები, თქვენი გრძნობები. დააჭირეთ ლაიქს, თუ თქვენ გჯერათ, რომ ჭეშმარიტება უნდა ითქვას და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ უფრო მეტი, ვიდრე ის, რაც ჩვენ ვხედავდით ეკრანზე.